გულწრფელად გეტყვით, რომ როდესაც აზროვნების აკადემიის ბიჭებმა მითხრეს, რომ აგერ შენ და აგერ სცენა და თემა იქნება გარემო და ადამიანი, ეხლა ეს ისეთი სათაური არის, რომ რა ვიცი, აბა რაც გინდა ადექი და ჩატენე შიგნით, იმიტომ რომ ადამიანის და გარემოში მოისაზღვრება ყველაფერი, რაზედაც კი შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. მე შევეცდები რომ ცოცხლად ვისაუბრო, ანუ ცოცხლად ნიშნავს რომ რაც გულზე მაწევს და რაც ფიქრისთვის ჩემი ტვინისთვის ესეთი ცოცხალი თემა არის ის გავახმოვანო, იმიტომ რომ ამითი უფრო მგონია რომ საინტერესო ვიქნები. დავიწყებ იმითი რომ 2 დღის წინ YouTube-მა მომიგდო ესეთი ვიდეო დონალდ ჰოფმანი, მე არც ვიცოდი ამ კაცის არსებობის შესახებ, ვინ იყო ეს კაცი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც არა ფილოსოფიურად, არამედ ძალიან მათემატიკურად და ესეთი მეცნიერულად, უფრო ფიზიკა მათემატიკის მხრივ აკეთა კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის აღქმა რა იყო, რეალობა რა იყო და ჩვენი აღქმა უდრიდა თუ არა რეალობას და თურმე ეს კაცი მთელი ცხოვრება არის აფრიალებს ერთ დროშას, რომ ჩვენი ესე იგი აღქმა არა მარტო ესე იგი შეიძლება დაცილებული იყოს რეალობას, არამედ უზარმაზარი ალბათობით ასეც არის და ამ კაცმა უცებ გააკეთა ძალიან ესეთი მაზალო დასკვნა, რომ ჩვენი ტვინი მოწყობილი არის ისეთ და ევოლუცია ჩვენ გვიბიძგებს გადარჩენისკენ და არა რეალობისკენ. და არ ვიცი, მე ხა მის ლექციებს ვერ დავიწყებ პერეფრაზირებას, ყოველ შემთხვევაში დონალდ ჰოფმანი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და დაათვალიეროთ. მე ჩემს Facebook-ზედაც გუშინ წინ გადავპოსტე მისი ლექცია. ერთი რუსულად იყო და ერთი ინგლისურად და ორივე საინტერესო არის, არ ვიცი ესე იგი ენა როგორ არის, მაგრამ ამ იდეას მოვიპარავ მე, წამოვიღებ და ამაზე დავაშენებ დღევანდელ ჩემს ლექციას, რომ არის აღქმა და ეს კაციც ლაპარაკობდა ეს, რომ აი მაგალითად პიტნის გემო, ანუ მისი სუნი, ეს სუნი სად ცხოვრობს? ჩემს ცხვირში ცხოვრობს, თავისთავად გარეთ ცხოვრობს თუ ჩემს ტვინში თუ რეცეპტორში თუ აი რა ადგილიდან ხდება რომელიღაცა მოლეკულის და რომელიღაცა ნერვების ურთიერთკავშირი გარდაისახება შეგრძნება სუნად. ხო, იმიტომ რომ თავისთავად სუნი ხო არ არსებობს. ანუ სამყაროს სჭირდება ცნობიერება, რომელიც სუნად აქცევს, რომ სუნი იყოს, თორე თავისთავად ის გამოდის, რომ რაღაცა სუნიც არ არის. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისთავად რაღაცა ფოტონები დაფრინავენ ჰაერში, თორე ვიღაცისთვის ეს ფოტონების სიმრავლე ნახატს წარმოადგენს, ან რაღაცა მოძრაობას წარმოადგენს. შეიძლება ასევე ვილაპარაკოთ ხმაზე, რომ მთელი ხმა, ყველაფერი, რაც კი ჩვენ გაგვიგონია, სხვა არაფერი არ არის თუ არა და ჰაერის ვიბრაცია გარკვეული სიხშირით და ყველაფერი სიხშირეზე დაიყვანება. მაგრამ შეგვიძლია თუ არა ჩვენ აი რა ვიცი მე სიხშირეს უყუროთ, მაგალითად როგორ ირხევა სიტყვაზე რაღაცა არ ვიცი მე გაჭიმული თოკი და იქიდან გამომდინარე მივხვდეთ რომ ლამაზი მუსიკა ჟღერს თუ არა. ხო, ანუ სილამაზე სადღაც სხვაგან აღიქმება და თავისთავად ესე იგი რაღაცის რხევა, მაგალითად სიმის რხევა. კიდე ცალკე ამბავი არის, ხო? და აი კითხვა, რომელიც ესეთნაირად ჟღერს, რომ აი სუნი, არ ვიცი, კეთილხმოვანება, ჰარმონია, ან იდეაში რაღაცა ფერი, ან ფერის რაღაცა ხო არის მთელი სპეციალობა ფერის კორექცია, რომელიც ოპერატორის მიერ გადაღებულ ფირს აიღებს და აკორექტირებს, რომ უფრო ლამაზი ჩანდეს იქ ყველაფერი, ხო? და აი ეს საცხოვრობს და ეს რა განაპირობებს ამას და კიდე ამას დაემატა ერთი ცლად საშინელი კითხვა. რომ წითელი რომელსაც მე აღიქვავ, იგივე წითელი არის თუ არა, რომელსაც შენ აღიქვავ და პასუხი არ არის ამაზე. ანუ შენც წითელს არქმევ, მე წითელს არ ვარქმევ. მე უფრო ვაიმე როგორი ღაჟღაჟი არის, როგორი რა ვიცი მე სისხლის ფერია, ჩემში ამ ემოციებს იწვევს. შენც იგივეს ამბობ, მაგრამ ხო შეიძლება რომ წითელი სულ სხვა ფერი იყოს შენთვის და ჩემთვის. უბრალოდ შენც იგივე სიტყვებს ამბობ ამაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საუბარი მიდის იქამდე რომ ძალიან გვიჭირს რაღაცაზე ვთქვათ, რომ არის რეალობა. მიუხედავად ამისა, ტრივიალურ რეალობას ახასიათებს ერთი თვისება. ეს არის ძალიან მარტივი რაღაცა. მე რო სიტყვაზე რა ბურთი გესროლოთ თქვენ ადგებით და დაიჭერთ ახლა ამ ბურთს, ხო? ნუ სიტყვაზე რა. ანუ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის სიზმარი იმ გაგებით, რომ სიზმარშიდაც შემიძლია მე ბურთი ვისროლო.
მაგრამ ვინც დაიჭერს სიზმარში ბურთს მეორე დღეს რო ვკითხო რომ გუშინ მე სიზმარში ბურთი გესროლე და დაიჭირე თუ არაო და მე კი ვნახე რომ დავიჭირე, მაგრამ შენ სახქმაშიდაც თუ დაიჭირე ბურთი ის გეტყვის რომ არა კაცო მე სხვა რაღაც დამესწრე რა საერთოდ სიზმარი არ მინახიაო. ამიტომ ორი რეალობა არის. ამიტომ ჩვენ სიზმარს ვეძახით რომ ეს არის ჩემს შიგნით არსებული რაღაცა მოვლენები. და რეალობას ვეძახი იმას, რაც ჩემს გარე სამყაროში ხდება. და გარე სამყაროში ხდება, რომ იგივე ხდება, რაც თქვენთვის, იგივე ხდება, რაც ჩემთვის, ხო? სიტყვაზე ვაპარაკობ. ამაზე დავხვდებით. მასე რო არ იყოს ამ დარბაზში არ მოხვიდოდით, იმიტომ რომ აგერ მეც მოვედით, თქვენც მოხვიდით, ესე იგი რაღაცა ერთი ხდება. მაგრამ აქ შემოდის კიდევ ერთი ძალიან ესეთი ცუდი კითხვა და ეს კითხვა არის ესეთი რაღაცა, რომ რამდენად ჩემი ახმა რეალობის მიმართ არის სუბიექტური და არა ობიექტური. რამდენად მართლა ობიექტური არის ის, რასაც აღვიქვავ. უამრავი მაგალითი არის ესეთი კლასიკური მაგალითები ამისი, ну ერთ-ერთი მაგალითი ძალიან ცნობილი არის ის, რომ ლიანდაგს რო გახედავ, საბოლოო, ესე იგი შორს ლიანდაგები კვეთან ერთმანეთს, ხო? ну ესე აღიქმება, იმიტომ რომ უბრალოდ ჩანს ასეთნაირად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი მათ კვეთა არ აქვს. კვეთა რო იყოს, უბრალოდ მატარებელი გადმოვარდებოდა. ან რა ვიცი, მთელი შეგიძლიათ ესეთი ლამაზი კითხვა დასვათ. გამრავლების ტაბულა სად ხდება? აი ის რომ 3 5 15 არის სად წერია. ანუ თქვენ შეიძლება მითხრათ რომ კი თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბავშვობაში რო ვსწავლოდი 8-ის უკანა გვერდზე ეწერა ხოლმე, ხო? ძველები ვინც ვართ, ესე იგი გვახსოვთ ეგ ამბავი. და თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ იცი რა, შენ გასწავლეს რომ 3 5 არის 15, მე შემიძლია პატარა ექსპერიმენტი გავაკეთო რომ დავთვალო 5 3 3 3 3 3 3 და 15-ზე გავიდე, ან 3 5 5 5 და მაინც 15-ზე გავიდე და დავასკვნო რომ კი მართლა ეგრე არის. მაგრამ ცუდი კითხვა არის, რომ აი წარმოსახვა იმისი, რომ 3 5 15 არის, როგორც მეხსიერება, ეგ სად იწერება? ეგ ხო ჩემში რაღაცა hard disk-ი არ არის, ხო? რაღაცაზე რომ ნულებით და ერთებით თუ რაღაცნაირად, ანუ რაღაცა შეგრძნებების რაღაცა მომენტი არის, ხო? და აი რეალობაში წერია, სადმე რომ 3 5 15 არის. თუ ეგ მარტო ჩემს აღქმაში წერია. ხვდებით, აი უამრავი კითხვა ჩდება, პასუხგაუცემელი, ეს ჩემი კითხვები არ არის, მე უბრალოდ ესე იგი მოვაგროვე და მოვიტანე თქვენამდე, სადაც დგინდება ეგეთი რაღაცა, რომ მართლა რეალობა რა არის, ვერ ვამბობთ. და აი ამ დოქტორ ჰოფმანის ლექციებში მომესმა ის, რაზედაც მე ვაფრიალებდი დროშას დიდი ხანი და დავყოსტე კიდევაც რომ მე ბიჭო ასე მგონია მე ვლაპარაკობ მეთქი, იმიტომ რომ მე რო ვლაპარაკობდი, ჩემი თავიც ნაგიჟარი მეგონა და სხვასაც ნაგიჟარი მეგონა, მაგრამ ახლა ჰარვარდის პროფესორი რო ვლაპარაკობს, ახლა გავიჯგიმე, იმიტომ რომ იგივეს ამბობდა ახლა ეს კაცი რაღაცნაირად ამოვიფარე ახლა მისი ავტორიტეტი და ფაქტობრივად ამ ადამიანმა გაახმოვანა ესეთი რაღაცა, რომ მე მგონი ჩვენ არასწორად ვიღებთ დროს და სივრცეს საბაზისოდ იმისთვის, რომ ყველაფერი წარმოვიდგინოს დროს და სივრცის ქვემოთ, არამედ დრო და სივრცეც კი რაღაცის ქვემოთ ხდება და მან ახსენა კიდევაც რომ ეს ცნობიერების ქვემოთ ხდება. ანუ დიდი ფილოსოფიური დილემა არის ესეთი, რომ ცნობიერება ხდება დროის ქვემოთ თუ პირიქით დრო ხდება ცნობიერების ქვემოთ და ნუ ახლა ამას რო უყურებდი, მინდოდა რომ წამომეყვირა რომ ოხ ისე მერაბ მამარდაშვილი უნდა წაგეკითხა თქვენ მეთქი, იმიტომ რომ მერაბ მამარდაშვილს ულამაზესი მიგნება აქვს ამასთან დაკავშირებით, აი არ ვიცი, რამდენი ჩაული, ესე იგი ჩავივლი მის ქუჩაზე და წავაწყდები აი ამ მსჯელობას, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ მისი საუბრები ფილოსოფიაზე ან წაიკითხოთ, ეს უკვე გამოცემულიც არის წიგნად. მე პირდაპირ გეტყვით, როგორ მსჯელობდა მერაბ მამარდაშვილი ამ საკითხზე, ის ამბობდა, რომ დრო ეს არის განსხვავება ჩემსა და ჩემს შორის. და მე აქ მინდა რომ გავჩერდე, იმიტომ რომ ამას გაგება უნდა. ამის გაგება არ არის ადვილი რაღაცა. ესე იგი შეგრძნება იმისა, რომ არსებობს დრო, აი დავიწყებ შორიდან. სამყარომ თვითონ არ იცის, რომ დრო არსებობს. ეს დრო არის აღქმა მარტო ჩემში. თავისთავად დრო რა არის? აი ესე იგი, მაშინ უნდა განთავისუფლდე ყველაფრისაგან, რომ ამ რანგში დაიწყო ფიქრი. და უცებ მამარდაშვილი ამას ეგეთ რაღაცას, შენ რომ მომიტანო 2 კადრი, თუ ეს ამ 2 კადრზე სულ სხვადასხვა ნახატი ხატია, მაშინ რა ვიცი, არის ერთი ნახატი და არის მეორე ნახატი, სად არის დრო? მაგრამ თუ ამ 2 ნახატზე არის რაღაცა, რომელიც არის იგივე, ანუ განსხვავებებს შორის არის მსგავსება, მაგალითად მე ვარ ამ ფოტოზე, ერთ შედაც და მეორეშედაც. და მე ხო ვიცი რომ ერთი ვარ.
და მაშინ რანაირად გამოდის რომ მე ერთი ვარ ერთ ფოტოზედაც და მეორე ფოტოზედაც. მაშინ ყოფილა რაღაცა რაც ამას აკავშირებს და თან არის განსხვავებული და თან არის თანმიმდევრობაში და აი ეს სამი რაღაცა ერთობლივად რომ არის თან ერთი, თან განსხვავებული და თან თანმიმდევრული ჯამში იძლევა შეგრძნებას რომ არსებობს დრო. რომ მე ვიყავი ისიც, მე ვარ ესეც და უბრალოდ ამათ შორის განსხვავება არის ის რომ უბრალოდ დრო გავიდა მეტი არაფერი. მომყვებით ხო ისე თქვა. მაგრამ მამარდაშვილი გადის ესეთი ულამაზეს დასკვნაზე რომ დრო ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩემსა და ჩემს შორის არის განსხვავება. ფილოსოფიურად რო გავაგზავნო, ვიტყვი რომ თუ ჩემსა და ჩემს შორის აღარ არის განსხვავება, მაშინ მე გავედი დროიდან. ეხლა თუ გინდათ ინდოეთში წავალ და ვიტყვი რომ აი ყველა ინდოელი რაზე ლოცულობს, რომ ერთ დღეს მიაღწიოს ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ დროზე მაღლა გადავიდეს, ამას ეძახიან მარადიულობას და მოქშას და საერთოდ აღარ დაიბადოს დედამიწაზე და იყოს იქ, სადაც არის რაღაცა, რომელიც დროზე მაღლა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის უსასრულოდ ბევრი ხანი, რომ მარადიულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ მილიარდი წელი იცხოვრებ. არა, მარადიულობა ნიშნავს იმას, რომ შენ უყურებ რომ ვიღაცა შტერებს როგორ ეჩვენებათ დრო. მაგრამ შენ ხარ ამის მიღმა და შენ უყურებ აი ამ სტრუქტურას, რომ ვიღაცები დარბიან და ამათ გონიათ რომ გადის დრო. არა და რეალურად ეს მარტო მათ ტვინში ხდება, თორე რეალურად ეს ყველაფერი სტატიკური სურათი არის. და ხდება ის, რაც არის კოსმიური ჩანაფიქრი, აი რაღაცა ერთიანი სტატიკური სურათი. ამას, როდესაც ხსნი ხოლმე ჩვეულებრივ საზოგადოებაში, მე ხალხი მეუბნება რომ ესე ბატონო ანდრო თქვენ რა გინდათ ეხლა იქ მაშინ მარადიულობა რაღა უინტერესო რაღაცა ყოფილა რაში გვაინტერესებს ეს მარადიულობა ან რაღაცა ცნობიერების სიმაღლეები მე თურმე ხდება ყველაფერი ერთფეროვნება გაუმარჯოს უმეცრებას იმიტომ რომ საინტერესო აქ ხდება სანამ უმეცრები ვარ თორე მე ყველაფერი ნაცრისფერი ხდება ყველაფერი ეს ხუმრობა გვერდით იყოს უბრალოდ აქ მართლა არის ესე იგი საუბარი იმაზე რომ თუ სერიოზულად დავფიქრდებით რომ ბარეგამ რახანამ დროს კონტექსტში ვსაუბრობ რომ თუ რამე არის მარადიული და რომ მოვიძიო ფიზიკურად ყველაფერი წარმავალი არის ხო აგერ რაღაცა რემონტში ვიყავი და რაღაცა ეს გაუძლებს მე დროს ხო იცი რაღაცა იკითხებ და ერთმა ხელოსთან მომითხრა ბატონო ანდრო მარადიული ხო იცი არაფერი ამ ქვეყანაზე თავი დაიზღვიო რომ გასაგებია რომ გაფუჭდება ეს ჩვენი დღეს და ფიზიკურ სამყაროში რა თქმა უნდა ეს ასე არის ხო რაღაც ენტროპია მოქმედებს ყველაფერი იშლება ყველაფერი განადგურდება მაგრამ მარადიული გეტყვით რა არის მარადიული არის რაღაც რაც გავიგე თუ ვიცი ის არ არის მარადიული შეიძლება დამავიწყდეს მაგრამ თუ გავიგე მაშინ ის რაღაცა რაც გავიგე გავხდი მე ანუ მე თვითონ შევიცვალე და მაშინ გამოვიდა რომ აი ის შემეცნების პროდუქტი არის მარადიული. იმიტომ რომ მე უკვე ამას მეში ვატარებ. რომც დამავიწყდეს ის მეში მაინც არის. იმას გავიხსენებ. და გავიხსენებ იმას კი არის რომ თავიდან ამოვხსნი. არა, გამახსენდება ვიღაცა იტყვის რომ ვაიმე რა ნიჭიერი ხარ, როგორ ადვილად მივხვდი. არა, ადვილად არ მივხვდი, ეს მე უკვე ვიცოდი და გავიხსენე. პლატონს რო კითხო, ყველაფერი ვიცი მე და ყველაფერს ვიხსენებ და შემეცნება თავისი არსით გახსენებაა და მეტი არაფერი. ხო? ანემნეზის ასე ეძახდა რომ გჭირს. ანემნეზის ისე იგი დაგვავიწყდა ყველაფერი, ხო? და შემეცნება არის ამისი უკუ პროცესი, ანუ გახსენების მომენტი. აი ახლა ჩვენს მეგობარს და თანამშრომლებს პავლეს ესე იგი ვეკამათებოდი იმაზე რომ ყველაზე ქმედითი ასე ვთქვათ საფიქრალი, ან თუნდაც ამ სიტყვას ვიტყვი მედიტაცია, ჩემთვის არის ის რომ გამოვიჭირო ჩემი თავი იმაში როგორ ვხვდები, რასაც ვხვდები. ვიცი არ არის საინტერესო. მე ტექსტი დამიდე და აბა ტექსტი გაიმეორე, მაგას დღეს უკვე რა ვიცი მე. არა მარტო მაგნიტოფონი, არამედ უკვე ChatGPT კიდე ანალიზსაც გაიკეთებს. ანუ ეგეთი ანალიზიც არ არის საინტერესო. მაგრამ გავიგე საქმეა საინტერესო და გავიგე საქმე ნიშნავს იმას, რომ მე ვერ ვგებულობდი მაგალითად მე ვერ ვგებულობდი რატო იყო კონკრეტული მუსიკა სასიამოვნო. და კი არ შემეჩვია ყური, არამედ მე მივხვდი რაშიც იყო საქმე და ვთქვი რომ ვახ რა მაგარი.
აგერ 2 დღის წინ დამაწყდა ნერვები, იმიტომ რომ პატარა ბავშვი მეუბნება რომ 0 ჩადის, შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ლამაზიო და მე ვთქვა თვალებში ჩამხედე, მე ვთქვა ეგეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა რომ 0 ჩადის ის უშნო იყოს, იმიტომ რომ რაღაცა ხდება, ხო? ანუ ხო ხდებით ახლა ბათუმლებისთვის ახლა ეგ უკვე შეიძლება ისეთი რაღაცა იყოს, ერთხელ და ორჯერ ჩასულა ახამზეო, ხო? სხვათა შორის ერთხელ მახსოვს ტური ყავდა წაყვანილი იმაში, რა ქვია, საბერძნეთში, სანტორინი, არაჩვეულებრივი კუნძული, მთელი ამბავი, რაღაცები და სხვა ხალხი მიდის რაღაცა მარჯვნივ. ყველა ბიჭო წავიდეთ რა, ეს ხალხი ყველა ერთად მიდის და ეთქობა რაღაცა ხდება იქ რა ხდება. თურმე ხდება ის რომ ზე ჩადის და ბიჭო ეს ბათუმში ხო ყოველ დღე ჩადის უფრო ლამაზებს თანხმობთ. ან გეთანხმებით. ხო, აქ მთელი ამბავი არის, იმიტომ რომ ესე იგი მზე დასავლეთში ჩადის და ეს ესე იგი ნაპირი უნდა იყურებოდეს დასავლეთისკენ და ყველგან ეგ მომენტი არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ საუბარი არის იმაზე რომ ვიღაცა მოდის ჩემთან და მეუნება, აუ ანდრო შენ კი არ მოგწონს ის რომ ზე ჩადის. ეს შენ იცი რომ ლამაზია და ამიტომ შენ გონია რომ ლამაზია. და მე კიდევ ვამბობ რომ აი შენს პატრონს, იმიტომ რომ მე მართლა მომწონს ეს, იმიტომ რომ მე მაჟრიალებს ამაზე და თუ მაჟრიალებს ამაზე, მაშინ გამოდის რომ მე არ შემიძლია ძალად ვიჟრიალო და რახანეს მე მემართება არა იმიტომ რომ მე გადავწყვიტე რომ მომეწონოს მზის ჩასვლა, არამედ თავისთავად მემართება. ანუ გამოდის რომ რაღაცა გარე სამყაროში პირდაპირ რეზონირებს ჩემშინაგან სამყაროსთან ისე რომ არც მეკითხება საერთოდ. და შვაში გაჭედილ ანდროს ისღა დარჩენია რომ თქვას რომ ვაიმე რა ლამაზია. ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის რომ მე წესით რას ნიშნავს წესით? წესით ნიშნავს რომ მე რო შევქმნა დღეს რაღაცა ცნობიერი არსება, ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ კომპიუტერი იქნება თუ ვებკამი იქნება თუ ლინზა იქნება თუ რაღაცა მატრიცა, ანუ ყველა ამ ტექნოლოგიით ეს ვერ უნდა მიხვდეს რომ ლამაზი არის. შეიძლება ამან აღწეროს ფანტასტიკური დეტალიზაციით, შეიძლება გადაათვალოს და დაამუშავოს კადრი გადასარევად, მაგრამ მას თვითონ არ ექნება სიამოვნების განცდის უნარი. კომპიუტერი ვერ მეტყვის მე რომ დამტოვე ახლა მზის ჩასვლის წინ და გიждები. და შენ ბატონო ხო, ჟრუანტელის ამბავი არ არის და სხვა შორის ერთმა პროგრამისტმა კი არა და პროგრამისტების თლაშეფმა მითხრა რომ რა თქმა უნდა ჟრუანტელი მას არ ექნებაო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლიაო რომ ამის სიმულაცია გავაკეთოთ. რადგან უთხარ რომ რა თქმა უნდა სიმულაცია შენ შეგიძლია, მაგრამ სიმულაციას არ ვეძებ მე ნაღდი ჟრუანტელი ხო არ შეგიძლია, არა ნაღდი ჟრუანტელი რა თქმა უნდა არა. და კითხვა ფილოსოფიური არის ეგეთ რაღაცას რომ და მე რატო შემიძლია? და ნუ რავი ნუ მეტყვის იმას რომ ანდრო შენ ჟრუანტელი არ შეგიძლია, იმიტომ რომ ფაქტია რომ შემიძლია. იმიტომ რომ მე როდესაც ვამბობ რომ რაღაცა მუსიკა მომწონს, მე მართლა მომწონს. მე იმასაც გულწრფელად გეტყვით რომ 90% რომელიც ამბობს მომწონს, იმას არ მოსწონს და ის გავლენის ქვეშ არის, ან მოდასაყოლილი არის. ჩემს თავშიც იმდენჯერ ესე იგი დამიჭერია ეგეთი რაღაცა რომ უბრალოდ სხვისი აზრის გამო ვამბობ რაღაცას, მაგდენი სიხარული თქვენ. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ამეების აღმოჩენის მიღმა მე არ მაქვს მართლა მომწონს და მართლა არ მომწონს. ან როგორც მერაბ მამარდაშვილი იყო და რა არის ის რაც ვიცი, გარდა იმისა რაც ვიცი. ან მე დავამატებ და ვიტყვი რომ რა არის ის რაც მომწონს, გარდა იმისა რაც ვიცი რომ უნდა მომწონდეს. იმიტომ რომ მე არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე ახალგაზრდებს რო ველაპარაკები, მე უკვე სისხლს ვღური ამ თემაზე. და მე თითქოს და არ ვიცი ახლა კონსპირაციას დავაბრალო თუ რას დავაბრალო, მაგრამ მე მგონია რაღაცა ხდება დედამიწაზე ისეთი რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებში ის რაც ჩემთვის თუ ჩემი თაობისათვის იყო ნორმა რომ არსებობს რაღაცა ჰარმონია, კეთილხმოვანება, გენიალური მუსიკა და ზედაპირული მუსიკა, რაღაცა მომენტში შემოდის რომ და ვინა თქვა ეგა აი რატო არის რაღაცა ბახი ბეთჰოვენი კაი ტიპი და ვიღაცა შველი შპერაძე ნაკლები. თუ მე მომწონს, მაშინ რა დააშალა, ხო? ეს კონსუმერული და საბაზრო ეკონომიკიდანაც წამოვიდა ეს ყველაფერი. მე ცოტათი ძველი ვარ, მე კომუნისტების დროს დავიბადე და მე ბავშვობიდანვე მტენიდნენ ტვინში იმას, რომ ეს გენიოსია და ეს შტერია. და ამას თავისი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მე ვიზდები უკვე ისეთნაირად, რომ ვიცი რომ ბახი გენიოსი არის. რატო არის გენიოსი არ ვიცი, მაგრამ უკაცო გენიოსია ბახია, კაცო. და ეს ხალხი სწორია იმაში, როდესაც გამოვიყენებ უცხო სიტყვას, მაჩელენჯებს იმაში, რომ დამიმტკიცე, რომ ბახი მართლა გენიოსი არის. და მე მჭირდება ცნობიერი ჩაღრმავება ამისათვის, რომ მე გავშიფრო. მამარდაშვილს მოუპარავ ამ ტერმინს, რომ მე ჩემს გრძნობათა ოკეანეში რიცხვი უნდა ჩავაგდო. რიცხვი ნიშნავს, რომ მე უნდა გავშიფრო, რატომ მომწონს. პროსტო კი არ უნდა თქვა, რომ მომწონს, არამედ უნდა თქვა, რომ
მოიცა აქ რაღაცა ხდება და ეს სტრუქტურა და ეს რაღაცა ტოპოლოგია რეზონირებს ჩემთან, იმიტომ რომ მე აქეთ ამხარეს და ის იქით ამხარეს მსგავსია და მსგავსი შეიმეცნებს და ეს შემეცნება სიხარულია და ამ სიხარულის გამო გამოდის რომ მე ბახზე ვამბობ რომ მომწონს. არ არის აუცილებელი ეს ბახი იყოს, მაგრამ ფაქტი არის ის რომ ეს ბახი მე მართლა მომწონს თუ ვიტყუები. აი ბევრი მეუბნება რომ რეალურად შენ არც არაფერი არ მოგწონს. ყველაფერში იტყუელები, რასაც შენ ამბობ რომ მოგწონს. ანალოგიურად იქნება ამის გაგრძელება, რომ ყველაფერი შენ უბრალოდ იცი და რეალურად არც არაფერი არ გაგიგია. და მე ვამბობ რომ არა, არ არის მასე, მე გამიგია და მე გეტყვით რა გამიგია. გამიგია ის, რაც შემიძლია რომ განვაზოგადო. მარტო თუ იცი რომ F-ი უდრის MA-ს, შენ უბრალოდ მარტო იცი რომ რაღაცა ძალა უდრის მასა გამრავლებული აჩქარებაზე. მე რა არც არაფერი. თუ გინდა რაღაც ამოცანაში ჩასვი რაღაცა რიცხვები, გადაამრავლე და მიიღებ რაღაცა სწორ პასუხს. მაგრამ შენ თუ ამისი განზოგადოების უნარი გაქვს და სხვა რამეში შეგიძლია ეს კანონზომიერება დაინახო. თუნდაც კანონზომიერება რომ რაღაცა რიცხვი გამრავლებული მეორეზე იძლევა მესამე რიცხვს. ანუ ნამრავლის დამოკიდებულება, ხო? თუ კი შენ შეგიძლია მაგალითად დასვა კითხვა რომ მოიცა მასა გამრავლებული სიჩქარეზე რატო არ არის? რატომ ეს და მაინც აჩქარებაზე არის? და შენ თუ შეგიძლია გაიაზრო რომ აი აჩქარებაა იქ მართლა მთავარი, იმიტომ რომ ძალას აჩქარება იძლევა და არა სიჩქარე, იმიტომ რომ სიჩქარეში შენ ჩვეულებრივად ნეიტრალური ხარ, ხო არ ვიცი, მატარებელში თუ მგზავრობ სიტყვაზე, თუ გარკვეული სიჩქარით მიდის, ჩვეულებრივად ხარ, მაგრამ სულ რო აჩქარება იყოს, მაშინ მიეკრობი სკამზე, ხო? მაშინ ძალას გზნობ. მაშინ ეხლა მივხვდი რა განსხვავება ყოფილა სიჩქარესა და აჩქარებას შორის. მომყვებით ხო ისე თქვა მინდა. ანუ ეს მიხვედრა არის რაღაცა ცოცხალი აქტი, რომელსაც მე ვაკეთებ ფაქტიურად ერთის მხრივ სამყაროს ვაკვირდები, მაგრამ მეორეს მხრივ საიდანაც მე ვბადებ ამ იდეებს, ეს არ არის სამყარო. სამყარო გაგებას არ მაძლევს მე. სამყარო მაძლევს მარტო ნეიტრალურ რაღაცა მოვლენებს, ხტომილებებს. მაგრამ ჩემი აზროვნება და ჩემ თავთან პაექრობა და ამაში ჩაღრმავება არის ის პროცესი, რაც მშობიარობს საბოლოო ჯამში იმ აზრებს, რომელთაც მე ვამბობ რომ გავიგე. და ნურავინ ნუ მეტყვის რომ ანდრო შენ ვერ გაიგე. გავლახავ, რატო? იმიტომ რომ ის ფაქტი უკვე მოხდა. მე პირიქით ვამბობ ხოლმე ესეთ ფრაზას, რომ მე თუ გავიგე, მაშინ შენ დაგაგვიანდა. შენ შეგიძლია მოხვიდე და მითხრა რომ რა დებილობა, რა სიმახინჯია, რა სილამაზია, რა სიკეთეა, ან რა ბოროტება, ამას გააკეთებ თუ კი მე ჯერ არ მიაზროვნი. და შენ შეიძლება დამიყოლიო. შენ შეიძლება შემაშინო. შენ შეიძლება ჩემი უმეცრება გამოიყენო, რომ რა ვიცი მე, შენი სექტის წევრი გავხდე. ოღონდ მაშინ უნდა დაასწრო ჩემს აზროვნების აქტს, თორე თუ მე დაგასწარი აზროვნება და თუ მე ჩამოვიყალიბე უკვე ჩემი აზრი იმაზე, რომ რაღაცა მშვენიერია და რაღაცა უშნოა და შენ ამის მერე მოდიხარ, მე უბრალოდ გეტყვი რომ დაგაგვიანდა. რატო? ბიჭო, უკვე მომეწონა და უკვე ვისიამოვნე იმ ბახით და ახლა რომ მეუნები რომ არ ვარ უკვე ვისიამოვნე და დაგაგვიანდა. მომყვებით ხო ისე თქვა მინდა, იმიტომ რომ ამითი მე წინა პლანზე გამომაქვს ეგეთი რაღაცა, რომ ეს არის მნიშვნელობა იმისი, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე თვითონ გავაკეთო ჩემი მე აქტი, მე აზროვნება გავაკეთო. სამყარო სავსეა იმ ძალებით, რომელიც მეკაჩება, რომ მოდი მარჯვნივ ვიაროთ, სიკეთე მარჯვნივ არის, ყველა ვინც მარცხნივ წავიდა, ყველა საზღარი ადამიანი არის და ბოროტები არიან. აი აქეთკენ ვიაროთ, არ ვიცი, გინდა პოლიტიკოსები აიღე, გინდა რელიგიური ხალხი აიღე, გინდა უბრალოდ ხელოვნება აიღე. რა ვიცი, ერთი კეთილი ადამიანი მეუბნებოდა, ბიჭო, სად გინახია საქართველოში ერთმა მუსიკოსმა მეორე მუსიკოსზე კაი რამე თქვას. ხო? ყველა ვლანძღა მე მეორე მქო რომ პოეტებშიც ეგრე არის და მხატვრებშიც ეგრე არის და მე გავშლი, იმიტომ რომ ხა არ ტრიალებ ხა ამ სივრცეებში რომ ესე ჭორის ვიჭორავ ხა, მაგრამ რახანეს ხალხი ამას ამოს, ესე იგი მართლაც ეგრე არის. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ყველა გეკაჩება იმისკენ, რომ დამიჯერე. ქართველებს ერთი მულტფილმი გვაქვს, რანინა, თუ გახსოვთ, ძველი მულტფილმი არის. ტიპი რომ მიდის ქუჩაში და ყველა რო გამოკაჩავს და ეუბნება რომ აი მე რო გეტყვი ისე იმღერე რა, აი მე რო გეტყვი ისე იმღერე და ყველა ეუბნება რომ აი მე რო გეტყვი ისე იმღერე, მე რო გეტყვი ისე იფიქრე, მე რო გეტყვი ისე აკეთე, მე რო გეტყვი აი ეგ არის სწორი. ხო? ყველა სუფრაზედაც ამის კულტივაცია ხდება. მაგრამ ამის მიღმა არის ერთი სერიოზული აქტი, რომ მე თვითონ რო ვიაზროვნო, ხო შეიძლება.
მე თვითონ რო დავასწრო სხვას და ჩამოვიყალიბო ჩემი დამოკიდებულება აი ამ გარე სამყაროს მიმართ, თუნდაც რომ რაღაცა კეთილია, რაღაცა ბოროტია, რაღაცა ლამაზია, რაღაცა უშნოა, რაღაცა არ ვიცი სამართლიანია და რაღაცა უსამართლო არის. აი ეს თუ შემიძლია და თუ კი, მაშინ შემდეგი კითხვა არის, რომ რა უნდა იყოს ამის კრიტერიუმი. რითი ვხვდები მე, რომ ის რაღაცა მართლა ლამაზი არის, ან რითი ვხვდები, რომ რაღაცა სამართლიანი არის. ამით ახლა გეპატიჟებით ეგეც საფიქრალში, რომ წესით არ უნდა იყოს ეგეთი საზომი. და თუ საზომი მოვიდა, ის საზომი მოვიდა გარედან. და გარედან მოსული საზომი უკვე ძალადობა არის. იმიტომ რომ ვიღაცა ჩამჩურჩულებს მე იმას, რომ გინდა თუ არა, რა ვიცი მე, მზე რო ჩადის ლამაზი. და მე ამ დროს ჯერ ჩემი გრძნობა არ მაქვს ჩამოყალიბებული. მაშინ ის მოძალადი არის. ხვდებით ხო, რა ნიუანსზე მაქვს საუბარი. შენ ჯერ მე მკითხე, მე რას ვფიქრობ ამაზე და მე მითხარი, ის კარგია თუ ცუდია, იმიტომ რომ მანამდე თუ მეუბნები უკვე ძალადობ. მაგრამ კარგი ჯანდაბას, კითხვა სხვა რამე არის, კითხვა უფრო ღრმად არის და ღრმა კითხვა არის ასეთი კითხვა. მე რო დავცარიელდე, მე რო დავივიწყო რა არის ლამაზი და რა არის უშნო. მე თვითონ შემიძლია მივხვდე რა არის ლამაზი და რა არის უშნო. და თუ კი, რითი? ისევ იმ ზღვაზე წავალ და ჩამავალ მზეზე. რატოა ეს ოხერი მზე რო ჩადის ლამაზი? ნუ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იცი რა არის, იმიტომ რომ სანამ ჩავა, მანამდე არის სტანდარტულად ლურჯი ზღვა, იქ რაღაცა ეს თეთრია მზე, მაგრამ ეს მზე რო ჩადის, წითლდება, დიდდება, მერე ეს ყვითელი ფერი რომ მოეფინება, არემარეს თვითონ თავად ზღვას ის რაღაცა ლურჯი და წითელი ერთმანეთში რო ერევა, კიდე რაღაცა მესამე ფერი გამოდის იქ რაღაცა ის ფერი და კიდე მწვანე ბალახს თუ დაეცა ეხს მოყვითალო განათება, დედა ფილმის გადაღება მოგინდება ისეთი არის. ყველაფერი გავიგე, მაგრამ რატოა ლამაზი? ანუ ეს რო ხდება, ის ორი ფერი რო ედება, ეს რო დიდდება, ის რო წითლდება, ყველაფერი გავიგე, ფიზიკურადაც ავხსნი, რატო წითლდება მზე და რატო დიდდება. იქ რაღაცა ისე რა ქვია, ჰაერის და ლინზის ეფექტი არის და ასე შემდეგ, გავიგეთ. მაგრამ რატო მელამაზება? აი ეს კითხვა რჩება ჰაერში. ხო? შეგვიძლია სულ სხვა მისტიურ გზას დავადგეთ. მაგალითად უცებ გამახსენდა ახლა. ძველ ეგვიპტეში ესეთი რაღაცა იყო, მზეს რო უყურებდნენ, იმას კი არ ამბობდნენ რა ლამაზად ჩადის მზე. ძველ ეგვიპტეში ამბობენ ეგეთ რაღაცას, მიწაში ჩასული რაც გვინახია, იქიდან ამოსული არ გვინახია არაფერი მზის გარდა. იმიტომ რომ მიცვალებული ჩადის მიწაში. ანუ მიწა არის ქვესკნელი, მიწა არის გარდაცვლილთა საუფლო. ძველი ეგვიპტელები მარტო მდინარის ნილოსის დასავლეთით ასაფლავებდნენ ადამიანებს და ცხოვრობდნენ აღმოსავლეთით. რატო? იმიტომ რომ დასავლეთში მზე ჩადის და მზე რო ჩადის, იქ მტრები არის. ამიტომ მტრები წავიდა დასავლეთის მხარეს, აღმოსავლეთის მხარეს ჩვენ ვართ. მაგრამ მზე რო ამოვიდა, ეს ყოფილა ერთადერთი, რასაც შეუძლია გადალახოს სიკვდილის ზღვარი, ანუ სიკვდილში შევიდეს და იქიდან ისევ გამოვიდეს, ისე რომ არაფერი დააკლდეს. და მზე არის სიმბოლო იმისი, რომ ადამიანს შეუძლია სამყაროები გადაკვეთოს. და ის არის სიცოცხლის მომნიჭებელი ამდენად, იმიტომ რომ იმისთვის მკვდარი და ცოცხალი სულ ერთია და აი პირდაპირ აი ამ მკვდარში ჩააქვს სიცოცხლე და ამოაქვს და კიდე ჩვენ გვანათებს და კიდე მაგის გამო აქ რაღაცა ხარობს რაღაცები და ასე შემდეგ. ანუ ხვდებით როგორი მომენტი არის, რომ ძველ ეგვიპტელს რო კითხო, უბრალოდ ესე კი არ არის, რომ ვაიმე ფერთა გამა არის და ის რაღაცა წითელი და ლურჯი ერთმანეთს უხდება და რაღაცა. არა, სულ სხვა რაღაცის გამო უყურებს, სულ სხვა რაღაცის გამო აღიქვავს ამას სილამაზად კი არა და ფაქტობრივად ამას აღიქვავს როგორც მისტიურ აქტს ისე აღიქვავს რა. და შენ ხვდები, რომ მე ყველაფერი არ ვიცოდი, უბრალოდ რა ცოდნა უნდა, ხა გასაგებია, რაც მოვყევი, არაფერი გაუგებარი ამაში არ არის, მაგრამ თითქოს და მარტო ფერების მომენტი არ არის, რომ მზე რო ჩადის, რაღაცა მართლა მისტიური არის. აი მზე რო ჩადის უბრალოდ აი ამ ზღვაში, თითქოს და შენ სხეულში შიგნით რაღაცა ადასტურებს, რომ შენ იმაზე დიდის მომსწრე ხარ, ვიდრე აღიქვავ. და შენ გიჩნდება დისტანციური პატივისცემა უბრალოდ აი ამ მოვლენის მიმართ. მე ხა ამას ძალიან ისეთი ინტიმურ რაღაცას ვყვები, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება მართლა მითხრას, რომ არაფერს არ აღო გავკეთო, მზე ჩადის, რა ვიცი, მე დავიბადე ბათუმში და ყოველ დღე ჩადის ეს დამანები თავი.
მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ეგეც უნდა გავწიო გვერდით. ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე ის აზრები, რომელსაც მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ყოველდღე შეჩვეული ვარ ამას. ანუ მე გეპატიჟებით ესეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ გარე სამყაროს თითქოს და ვიყურებით პირველად. კაი სავარჯიშო მაქვს მაგისთვის. თქვენს ოთახში სადაც ხართ, მაგალითად ლოგინზე წამოწექით, ისე რომ თავი გადაწიოთ ბოლომდე და თქვენს ოთახს შეხედეთ ამოყირავებულ მდგომარეობაში. და თქვენ მიხვდებით, რომ მასე ოთახს ესე იგი ბოლოში აღიქვით, როდესაც აი რა ვიცი მე თავიდან აი რემონტი რო გაკეთდა თუ რაღაცა რო გადაალაგეთ კარადები. ხვდებით, იმიტომ რომ თვალი ეჩვევა აი ამ ჩვეულებრიობას და უცებ რო ამოყირავდება ეს ყველაფერი, უცებ აღმოჩნდება რომ რაღაც არ უხდება. იმიტომ რომ ჩვენ ჩვეულებრივ მდგომარეობიდან, ანუ იგივეს უყურებთ ოღონდ არაჩვეულებრივი კუთხით. ანალოგიურ სიტყვი ეხა უკვე განვაზოგადებ ცოტა ფილოსოფიურად, რომ შემიძლია თუ არა მე შევხედო რაღაცა ნაცნობს როგორც პირველად. ხო, არ ვიცი, ალბათ სახარებისეულად უნდა თქვა, რომ უნდა იყო ისეთი როგორც ბავშვი და ბავშვი ყველაფერს ეგრე უყურებს. და მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ მე შემიძლია ჩემი აზროვნებით გავაკეთო ისე, რომ სამყაროს ვუყურო არა ვიცით, არამედ ვიცის გარეშე. ანუ მართლა ვუყურო, ანუ პირველად ვუყურო. ხო? ამითი მე ვუღიტინებ ჩემს თავში იმას, რომ მე გარე სამყაროს მიმართ ვიყო პატიოსანი იმ გაგებით, რომ გარე სამყაროს არა ავაკრა რაღაცა შპალერი და იმას ვუყურებდე, რაც მინდა რომ დავინახო. არამედ პირიქით ჩამოუხსნა ყველაფერი, რომ მართლა რეალობა დავინახო. და ეს ძალიან რთულია, ხვდებით? რთულია, რომ ქართულ რა ვიცი, სიმღერას უსმინო ისე, რომ წარმოიდგინო ვითომ უცხოელი ხარ. და შემდეგ ადგე და მოусმინო უცხოური რაღაცა თან გაუგებარი მუსიკა, მაგალითად რაღაცა ირანული ფოლკლორი. და უსმინო ისეთი ყურით, გეგონება შენ ხარ ირანელი. და ამას უსმენდი მთელი ცხოვრება და აბსოლუტურად გასაგები არის ეს. მაგრამ საოცრება მდგომარეობს იმაში, რომ თუ ამას შეეცდებით, ამას გააკეთებთ. და საოცრება არის იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ის, რაც ფორმით არ არის თქვენნაირი. და ეს არის დასტური იმისი, რომ ესე იგი ჩემში მართლა ყოფილა რაღაცა ჩემზე მეტი, თორე რო არ ყოფილიყო ჩემში ჩემზე მეტი, მაშინ მე იმას ვერ გავიგებდი. მაშინ მე ვიქნებოდი დაწყევლილი არსება, რომელიც გავიგებდი მარტო ჩემნაირს. ხო, რაღაცა აჭარული წყევლა იქნება, რომ არაფერი არა აჭარული არ მოგეწონება. ან გურული წყევლა იქნება, რომ მარტო გურული მოგწონს და დანარჩენს ვერაფერს ვერ გებულობ. მაგრამ თუ გურული გებულობს აჭარულს და აჭარელი გებულობს გურულს, არა მარტო გებულობს, არამედ სიამოვნებს და აჟრიალებს. მაშინ ის აჭარელი არ ყოფილა, ამხლად აჭარელი, ის ყოფილა ზეაჭარელი. იმიტომ რომ მასში ყოფილა რაღაცა, რომლითაც მას შეუძლია, რომ არა ფორმით მისი მსგავსი გაიგოს. ამ ტოპოლოგიის მერე სულ ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ უიმე რა კაი რაღაცა დაუწერიათ კაცო ბიბლიაში, ესე იგი ვიღაცა ტიპებმა გადაწყვიტეს, რომ წავალთ ახლა ღმერთებთან მიუკაკუნებთ ახლა იმათ და აბა გაიწიეთ ახლა გორით, იმიტომ რომ ჩვენ მოვედით აქაო და რა უნდა ეკრათ ღმერთებმა და ენები გადაუყარესო. და ენები ნიშნავს რას, რომ შენ არსით იგივე შინაარსში სხვა სიტყვას გამოიყენებ და შენ სხვა სიტყვას გამოიყენებ. თქვენ ვერ გაუგებთ ერთმანეთს, ამიტომ აქ ვერ ამოხვალთ. დახოცავთ ერთმანეთს მანამდე. ანუ ბრძენია ის, ვისაც შეუძლია, რომ განსხვავებულ ფორმაში ერთი და იგივე შინაარსი ამოიცნოს. ხვდებით ხო, სად გავდივარ აქ? აი ის იმ ტოპოლოგიაზე გავდივარ, რომ დრო რა არის და როდესაც განსხვავებულში ერთნაირს ხედავ. აი, როდესაც ამ ხედვას აკეთებ, მაშინ დროის მიღმა გადიხარ. იმიტომ რომ იმ ცნობიერებას, თავად ცნობიერებას დრო არ გააჩნია. ხო, ჩვენ ახლა აგერ პავლეს ვესაუბრებოდი დაწყებამდე, რომ ფიზიკოსები ამბობდნენ ეგეთ რაღაცას, რომ ფოტონს არ გააჩნია დრო, იმიტომ რომ ფოტონი
სინათლის სისწრაფით დადისო, აი მზიდან გამოსტყორცნილი ფოტონი, რომელიც დედამიწაზე შემოფრინდება და თქვენს თვალში შეძურება და ბადურაზე დაგეცემათ და დაინახავთ. ესე იგი, გარე დამკვირვებლისთვის იმას 8 წუთი სჭირდება, რომ აქამდე მოვიდეს. მაგრამ ფოტონისთვის დროი არის იგივე. რა წამს გამოვიდა, იმ წამს დაეცა. რატომ? იმიტომ რომ სინათლის სისწრაფე არის და გამრუდდა. აი ეს იმდენად რთულია ასახმელად, რომ თვითონ ფიზიკოსებსაც კი უჭირს თვითონ გაიაზრონ ის, რა დასკვნაზეც ისინი სუფთა მეცნიერულად გავიდნენ. ანალოგიურად ცნობიერებაზეც ეგეთი რაღაცა არის, რომ შემეცნების აქტით მე გავდივარ მდგომარეობაზე, რომელსაც დრო არ გააჩნია. და ის ხდება მარადიულად. რატომ? იმიტომ რომ ის ხდება მესნაწილი. ანუ ძველ ოკულტურ რაღაცა მიმდინარეობებში იყო ესეთი ცნება, რომ ჩაყლაპა, აი გველმა ჭამა თავისივე კუდი, ან იაპონურ იმაში არის, რომ გველეშაპმა მზე ჩაყლაპა. და რას ნიშნავს ჩაყლაპა? ჩაყლაპა ნიშნავს, რომ ის გახდა ის. ხვდებით? ანუ შეიმეცნა. შეიმეცნა ნიშნავს, რომ აი ჰოპა და უცებ მეში შეიზილა. ანუ მე გახდა. რითი გახდა მე? იმითი რომ გაიგო. აქ ძალიან ბევრი კავშირები არის. ახლა უცებ გამახსენდა თალესი, რომელიც იძახის, რომ ღმერთს უნდა დავემორჩილო, თუ ღმერთი უნდა გავიგო. თუ ღმერთი უნდა გავიგო, მაშინ ღმერთი ჩამეყლაპი, ანუ მაშინ ღმერთი ვარ. იმიტომ რომ ღმერთს მარტო გაიგებს ღმერთი. შეუძლებელია ღმერთზე ნაკლებმა გაიგოს ღმერთი, იმიტომ რომ გაგების აქტი ტოლობის აქტია და ტოლობით მარტო ის გაიგებს, ვინც თავად ღმერთია. მაშინ გამოდის, რომ მე თავიდანვე პოტენციაში ღმერთია. მე თუ, ანუ მე ყოფილი ვარ გამოშტერებული ღმერთი. რომელსაც საკუთარი თავი მარტო ადამიანის დონეზე აღიქოს. ხვდებით ხო ეს ფილოსოფიური წყობა არის, ხა შეიძლება გრძნობა არ დაეციოს ამას, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო მომენტი არის ამასთან მიმართებაში. მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ ჩვენ ადამიანები ვართ უმაზალოეს ტოპოლოგიაში. ჩვენ ერთის მხრივ ვართ რაღაცა გარე სამყაროს წინაშე და ეს სამყარო არის ისეთი, როგორიც არის და ეს სამყარო ჩვენ გვცვლის ისე, როგორც ჩვენ ვერც ვატყობთ ამას. როგორც მაგალითად ახლა ბათუმლები ვერ ატყობენ, რომ ბათუმური აქცენტი აქვს. ხო? ყოფეს არ დალევ რო გეტყვიან, ეხლა იმისთვის ჩვეულებრივი არის გამბავი, მაგრამ ჩემთვის ხო ჟღერს როგორც ბათუმური აქცენტი, ხო? ანალოგიურად ჩვენ ვერ ვამჩნევთ როგორ ვემგვანებით გარემოს, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ცნობიერი ამ პროცესში. ჩვენ მივყვებით, ჩვენ ვაკოპირებთ ამას. როგორ გვაცვია, როგორ ლაპარაკობთ, როგორ დავდივართ და ასე შემდეგ და კიდე რასაც ვფიქრობ და რა ფასეულობებსაც ვატარებთ. რელიგიებზე და იმებზე აღარ მივდივარ ახლა. ეს არის გარე სამყარო და გარე სამყარო ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ ჩვენ ფაქტიურად ამას ვეძახით, რომ როგორ კაცო მე ვფიქრობ ამას. რა შენ ფიქრობ, შენ ფიქრობ იმას, რაც მეზობელმა იფიქრა უკვე შენამდე. მეორე მომენტი არის ჩემს შიგნით რო სამყარო არის. არ ვიცი, ჩემი სიზვრების სამყარო არის, ჩემი დასკვნების სამყარო არის, ჩემი წარმოსახვები არის, ჩემი შინაგანი ნაფიქრი არის, ხო? და ის სამყარო ხო ჩემი უნიკალური არის, ჩემი შიგნით, მაგრამ ჩემი გემოვნება. ვის ეკითხება ახლა ჩემი გემოვნება? თუ მე ეს მომწონს, თუ ის მომწონს, ის მომწონს. ეს ჩემი ინტიმური ზონა არის. აქ არავის არ ესაქმება, ცხვირს არავის არ ჩავაყოფინებ ჩემს გემოვნებათა სფეროში. და თურმე აქაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მე რო ვფიქრობ, რომ მე მომწონს, ესეც ვიღაცის გავლენის ქვეშ შეიძლება რო იყოს. ხო? აბა ეგრე რო არ იყოს, მარკეტინგი არ იქნება საერთოდ და რეკლამა არ იქნება საერთოდ. არც იარსებებს, ხალხი ფულს ხარჯავს იმაში, რომ ჯვარი გწერიათ, ხო? ესე იგი, ხალხი ფულს ხარჯავს იმაში, რომ იმოქმედოს ჩემზე ისე, რომ მე გადავწყვიტო, რომ მომაწოდე ერთი ის აღარ ვიტყვი, ახლა ბრენდს არ დავასახელებ, რომ აი მწყურია და დავლებ. ხო, და ამ დროს იქ ნაფიქრია იმაზე, რომ მე მაინც და მაინც აი ეს სასმელი მომინდეს, როდესაც მწყურია. არ ვიცი, ფერის გამო, იმის გამო, რაღაცა აი ქილაზე იქ წვეთები ისე მოდიოდა, რომ ეხლა რომ მომინდა ის გამახსენდა ის რეკლამა და მოიტა გამოუში ბარეხან ის მეუბნება ფასი გადაიხადეთ განსწორდა კი ბატონო და ვიხდი ამ ფასს, ხო? ანუ რეკლამის იდეა ეგ არის. მაგრამ ფილოსოფიური კუთხით რა შეხედო, მე უნდა ვთქვა, რომ მე თავისუფალი აქტი არ გამიკეთებია, მე უკვე გავლენის ქვემოთ ვარ. და აღმოჩნდა, რომ ერთი წამით მაშინ გამოდის, რომ მე ვიღაცა მაპამპულავებს, ხო აქ? თავიდან ფეხებამდე. თუ დარჩა ჩემში რაღაცა ისეთი წერტილი,
რომელიც ამ პამპულაობის მიღმა არის მართლა შეურყვნელი, მართლა დამოუკიდებელი, მართლა თავისუფალი და მართლა განუსაზღვრელი. თუ ის 1 გრამი ხელის მოსაჭიდი მაინც დარჩა, მაშინ მე როგორც ადამიანი გადავრჩენილ ვარ. თუ არ დარჩა, მე მაშინ მონა ვარ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამაზე მიდის ბრძოლა, რომ ის 1 გრამი უნდა წაგართო. თუ წაგართვი, მაშინ ჩემი ხარ. მაშინ რასაც მინდა იმას გიზავ. და მაშინ შენ იფიქრებ იმას, რასაც მე მინდა რომ შენ იფიქრო და შენ გეგონება რომ ამას შენ ფიქრობ. მე გეტყვით რომ დემოკრატიულად ავირჩიოთ და თქვენ აირჩიოთ იმას, ვინც მე მინდა რომ თქვენ აირჩიოთ. და დავარქმევთ ამას დემოკრატიას. იმიტომ რომ თქვენი ტვინი უკვე მე მეკუთვნის. მაგრამ თუ კი თქვენს შიგნით დარჩა ის 1 გრამი, რომელსაც შენ შეგიძლია რომ მოჭიდო, მაშინ სად უნდა ვეძებოთ ის 1 გრამი წერტილი? მართლა თავისუფალი წერტილი. და ეგ არის წერტილი, რომელიც ხვდება იმას, რომ მე ვარ გავლენის ქვეშ. ეს არა მარტო გონიერება, გაცილებით უფრო ღრმა რაღაცა არის. ეს არის მომენტი, რომ მე უნდა როგორც მამარდაშვილი იყო და მე ჩემი აზროვნების შპიონი უნდა გავხდე, რომ მე ამოვიცნო ჩემი თავი, რომ ტანზე რაც მაცვია, იმიტომ რომ სხვა სავყევი, ტვინში რა აზრებიც ამაქვს, თურმე სხვა სავყევი, ფასეულობა რაც ამაქვს, სხვა სავყევი, გემოვნება რომ გონია ჩემია, სხვა სავყევი და რა ვიცი მე რა დალევს ამ სიას. მაგრამ თუ კი მე სადღაც გამოვიჭირე ჩემი თავი იმაში, რომ მე სხვას ავყევი, რითაც მივხვდი, ის არის თავისუფალი. ამიტომ გამოდის, რომ გზა, რომელზედაც, ასე ვთქვათ, მე შემიძლია რაღაც აპელირება გავაკეთო, არის ეგეთი გზა. შენ თავთან დარჩი მარტოობაში, ჩახსენი გარე სამყარო, ჩახსენი შენი შინაგანი სამყარო, შენი წარსულიც და გადადი მარტო აწმყო მდგომარეობაში, სადაც აი ეხლა მართლა გზნობ, რასაც გზნობ და არ გადაამოწმო არავისთან და იმ მდგომარეობით მითხარი, აბა მარცხნიდან შეგაქანათ თუ მარჯვნიდან. როდესაც თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმაზე, რომ რასაც გზნობ, იმაში არ ვიტყუები. და იმ წერტილიდან, როდესაც გადაზომავთ ყველაფერს, მაშინ უკვე იტყვით, რომ არა კაცო, ეს მე მომწონს, ეს მე არ მომწონს, ეს მე მემწარება, ეს მე მეტკბილება, ეს მე მეხამუშება, ეს მე რაღაც კეთილხმოვნებად ჩამესმის. იმიტომ რომ აი ეხლა და ამ წამს და აქ და ახლა ჩავატარე თავიდან ეგ ექსპერიმენტი, რომ თავიდან შევხედე, თავიდან შევიგრძენი და ამ თავიდან შეგრძნებულზე დავადასტურე რომ ასია. და მე ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აქტს ესე ხშირად არ ვაკეთებთ. ესეთი კლასიკური შედარება არის ამაზე, რომ ჩაის ხო ვსვავთ ყოველდღე, ვინ ვსვავთ? და არის ეგეთი კითხვა, რომ აბა ჩაი დალია 10-ჯერ უფრო ნელა. აი უბრალოდ ყლუპი 10-ჯერ უფრო ნელა გადაყლაპე. ყლუპიც ნელა იყოს და თვითონ ყლუპებს შორის დისტანციაც გააგრძელე. და თქვენ იტყვით ბოლოში, რომ მეორედ დავლია ჩაი ცხოვრებაში. პირველი იყო, როცა პირველად დავლიე და მაშინ მართლა ვიგზენი ჩაის გემო რანაირი იყო ჩაი. და მეორე იყო ეხლა. სხვა დანარჩენი ჩაის დალევა იყო თქლებვა. როდესაც მე პირდაპირ დავლიე ისე, რომ ვერც ვიგზენი რას ვსვავდი. იმიტომ რომ ფაქტობრივად არაცნობიერად ვაკეთებდი. ანუ მე ვამბობ იმას, რომ აი ეს სუპერ შენელება ან სუპერ აჩქარება ეს არის ტექნიკა, რომლითაც მე სხვანაირად ვუყურებ სამყაროს და ამ დროს ვაფიქსირებ, რომ მე თურმე რანაირი გემო ქონია ჩაის. ანუ აი ესე ტრივიალურ რაღაცაზე დავდივ. მე დავამთავრებ ერთი იგავით, რომელსაც იმდენად ხშირად ყვები ხოლმე, რომ ხალხს მოვაბეზრე თავი, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არის ზედგამოჭრილი და მე მიყვარს ეს იგავი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვიმეორებ, ამ დროს ამ იგავის გაგება არ არის ადვილი. ინდოეთში ამბობენ, რომ თუ ეს იგავი გაიგე, მაშინ ყველაფერი გაიგე და ამიტომ ამას მოვყვები და მე რაღაცა კომენტარსაც გავაკეთებ. ეს იგავი სწორედ არის იმაზე, რა არის რეალობა. და იგავი მიდის ესეთნაირად, რომ იყო ხელმწიფე ჯანაკა და მას ყავდა მისი გურუ, ანუ მასწავლებელი, სულიერი მასწავლებელი, ასე ვთქვათ, აშტავაკრა. აღარ წავალ ახლა აშტავაკრა რას ნიშნავს და ჯანაკა. სიტუაცია არის ასეთნაირად, რომ ჯანაკას ყველაფერი კარგად აქვს, ეს არის ხელმწიფე, ყველაფერი კარგად მიდის და ერთშვენიერ დღეს, რაღაც მშვენიერი იყო ის დღე, დაადგება მტერი და მტერი ეტყვის, რომ ჯანაკრაჯა, თქვენ ომი უკვე წააგეთ, იმიტომ რომ უზარმაზარი არმიით მოვედი, ბრძოლას აზრი არ აქვს, რაც გაქვს ყველაფერი ჩემია,
შენი ცოლიც, შენი შვილებიც, ყველაფერი ერთადერთი, რასაც დაგიტოვებ, არის ტანსაცმელი, რომელიც გაწვია, წადი უკან აღარ მოიხედო. ნუ ისტორია მიდის ესე, რომ ჯანაკაოს ესე იგი მიხვდება, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ვიღაცა ერთ ეტყვის, რომ აბა გამატანე საჭმელი, ის გაატანს ის ეტყვის, რომ საჭმელი როგორ გაგატანაო და ჩვენ რომ საჭმელს ვჭამთო, რაც მოგრჩებაო, გარეთ, გალავნის გარეთ მათხოვრებს ვაძლევთო და ისინი რო შეჭამენ იმას, იმათ რაც მორჩებაო, აი ეგ ჭამეო. მეფეს ეუნება. რა უექნა ჯანაკას, მართლაც ესე მიდის, მართლაც დგება რიგში, მართლაც იქ ვიღაცა არიგებს ამ ბრინჯს, ის ჯანაკა იქნება ბოლო ამ რიგში, მას აღარ მოუწევს არაფერი, ახლა შენ ჯამი, ახლა შენ ორი კაკალი ბრინჯი არის შიგნითო, ჯანაკა მიიტანს ამ ჯამს პირთან და მაშინ მოფრინდება ვიღაცა ჩიტი დამპალი, გაკრავს ფრთას და ეს ჯამი ვარდება ტალახში, ჯანაკაც დაემხობა მიწაზე და აი ამ დეპრესიაში, აი ამ ნერვიულობის დროს ჯანაკას ლოგინში ეღვიძება და გაგიჟებული არის, გული უცემს, პულსი რაღაცა ზემოთ, წნევა, ყველაფერი, ცოლი გაიღვიძებს, ბავშვები გაიღვიძებენ, ექიმი გაიღვიძებს, რა გჭირს, რა დაგემართა და ჯანაკა იძახის ერთ ფრაზას, რომ ვოსაჩია ესაჩ ნიშნავს, რომ ესე იგი ეს არის რეალობა თუ ის არის რეალობა. ანუ აი აქ არის ეს ფილოსოფიური მომენტი, რომ აგერ ჯანაკა და ჯანაკა ხვდება რომ X შეიძლება იყოს სიზმარი, მაგრამ რანაირი სიზმარი იყო, კაცო მთელი ნერვიულობა გამოყვა და ჯერ კიდე გული ამოგდებას აქვს. და რანაირი ის არის, რა ქვია, რეალობა არის ის, რომ ლოგინში არის, იმიტომ რომ სად არის გარანტია, რომ ეხლა კიდე არ გაიღვიძება. და ესეც კიდე სიზმარი არ იქნება, იმიტომ რომ ის იმდენად ცოცხალი შეგრძნება იყო მისი სიზმარი, რომ აბა რა განსხვავება არის, რასაც რეალობას ვეძახით და რასაც სიზმარი არის. და აი ეს ფილოსოფიური კითხვა რო დასვა, გაოგნდა ჯანაკა და იძახის, ესაჩ ვოსაჩა ესაჩ, ანუ ეს არის რეალობა თუ ის არის რეალობა. სამი დღე იძახის ამას პასუხის გამცემი კაცი არ არის, იმიტომ რომ ჯანაკას ფილოსოფიური პასუხი აინტერესებს, სამი დღის მერე მოდის მისი გურუ და ის ეუბნება, რომ ძალიან ლამაზ პასუხს სცემს. აშტავაკრა ეუბნება ეგეთ რაღაცას. სიზმრიდან თუ ჩანდა ის რომ ლოგინში იყავ. სიზმრიდან თუ ჩანდა რომ გეძინა. სიზმრიდან ეს სამყარო თუ ჩანდა ვაფშე საერთოდ. და ჯანაკა ამბობს რომ არა. და ეხლა თუ ჩანს ის მტერი და ის ჩიტი და ის უბედურება და მთელი სიზმარი, ის მთელი სამყარო ამ სამყაროდან ჩანს და ჯანაკა ეუბნება რომ არა. და მაშინ აშტავაკრა ამბობს რომ აბა მაშინ ჯანაკრა ჯანა ესაჩ ნავოსაჩ, არც ისაა რეალობა და არც ესაა რეალობა, იმიტომ რომ აქედან ის არ ჩანს და იქიდან ეს არ ჩანს და აბა რას ნერვიულობ. და ჯანაკას გაოგნებას საზღვარი არ აქვს, ის დაждდება თავის ლოგინზე და თავში ხელს შემოეთხოვს და იტყვის რომ მოიცა, შენ ისე თქმა გინდაო, რომ საერთოდ არ არსებობსო რეალობაო. და აშტავაკრა ეტყვის რომ იცი რა არისო, იქ რო იყავიო, იქო ეჭვი ხო არ გეპარებოდაო, რომ რეალობა იყო, რასაც უყურებდიო. არა ბიჭო, გული ამოგდებას ჰქონდაო და ეხლა მე რომ ელაპარაკებიო, ეჭვი ხო არ გეპარებაო, რომ ეს რეალობა არის. არა კაცო, თუ გინდა მიფწკინე და თუ გინდა გიფწკენო. მაშინ იცი რას გეტყვი ჯანაკრაჯა. ნაიესაჩ ნავოსაჩ თუ მჰისაჩ ნიშნავს, რომ არც ისაა რეალობა, არც ესაა რეალობა, შენ ერთადერთი, რომელიც ამას ხვდები, მარტო შენ ახარ რეალობა. აშტავაკრამ გამოიყენა ეგეთი ტექნიკა, რომ თუ იქიდან ეს არ ჩანს, არ არის რეალობა, იმიტომ არ ჩანს. აქედან თუ ის არ ჩანს, არ ჩანს. აბა რა არის ის, რაც მონაწილეობს ორივე სამყაროში? შენ როგორც დამკვირვებელი და შენ როგორც მოწმე, მაშინ რეალობა მარტო შენ ახარ. სხვათა შორის მასე აგიხდათ ყველაფერი, აქეთობას რომ მოვდიოდი, მატარებლით წამოვედი და ერთი რუსის ბიჭი დამიჯდა გვერდით, სხვათა შორის ამ ბიჭმა მითხრა ლიბანელი ვარო, ანუ მამა ჩემი რუსი კი იყო ეთნიკურად, მაგრამ მამამისი დაიბადა იმაში. ახლა დავიწყეთ რაღაცა ფილოსოფიაზე, ახლა მეც რა გამაჩერებდა, ახლა იმანაც კაი ესეთი რა ქვია მომზადებული და ფილოსოფიაში ნაყვარები ბიჭი აღმოჩნდა და მეუბნება რომ ისა ქვია აიო ბუდიზმი თუ იცითო და აი ბუდისტებს ეგეთი რაღაცა აქვთო რომ ჩემი ფიქრიო რეალობა არ არისო, ჩემი აღქმა რეალობა არ არისო, ესე იგი რაც არ უნდა ვიფიქრო ის ყველაფერიო ჩემს ტვინში არისო და მაშინ გამოდის რომ მთელი სამყარო ჩემს ტვინში არის წარმოქმნილიო და არა რეალობათო და დამადასტურებელი იმისა რომ რაღაცა ჩემი აღქმების მიღმა არისო, მაგის დასტური არ არისო და ესე იგი გამოდის რომ მეც არ ვარსებობო და თქვენ რას ფიქრობთო რომ ესე იგი მეო რა არისო? ხო და მე მოუყევი ეს იგავი.
და მეოთხარი ის ვინც სვავს ამ კითხვას, ის არის რეალობა მეთქი და ხო, მართალია, ეგენიც მასე ფიქრობენ თუ რაღაცა ინდუისტები თუ რაღაცაო რა, რომ კითხვის მოწმე არის, ობზერვერი ქვია მას, ანუ მოწმე, დამკვირვებელი, ხო? ხო. და სხვათა შორის მე ვამბობ, რომ ეს დამკვირვებელი ინდუისტურ კულტურაში ყველა ტაძრის ზემოთ რო აიხედოთ, ვიღაცა თვალები გიყურებს. ვინ არის ეს კაცი, რომ იტყვა, ეს დამკვირვებელია. იმას სახელი არა, არც ღმერთი არა, ის გიყურებს. მე ვამბობ, რომ ვიცი ამისი ქართული შესატყვისი სახელი რა არის, ეს არის სინდისი. რომელიც გიყურებს და ხედავს გადასარევად შიგნით რა ხდება შენ შიგნით. ფრთხილად იყავ, ის ყველაფერს ხედავს. და ამ სინდის არ სჭირდება კრიტერიუმი იმისი თუ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. სინდის რასაც, ნახეთ რომ სინდისი ხმას არ იღებს. სინდისი მარტო გეუბნება ეგეთ რაღაცას. მე ვხედავ და თუ შენ რომელმაც იცი რომ მე შენ გხედავ ამის მერე ეგ არ გითხდება, მაშინ კეთილი ყოფილი. მაგრამ შენ თუ გითხდება ის რომ მე შენ გხედავ, მაშინ ეგ ჯობია რომ არ გააკეთო. მიხვდით, ესე იგი, სად გავიდა საზომი კეთილის და ბოროტის. რომ ეს მოსიანისტურად სადღაც 10 პუნქტში კი არ წერია, არამედ ჩატრიალდა და ფაქტიურად შენივე ნერვით გათქმევინა ეს კეთილია თუ ბოროტი არის. ძალიან ქრისტიანული არის, მე რომ გითხოს კაცო, იმიტომ რომ ქრისტიანულ კულტურაში ჩვენ ესეთი ფრაზა გვაქვს, რომ რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ, იმას ნუ გაუკეთებ სხვას. ანუ უსინდისო სიტყვა არასწორი. უსინდისო სიტყვა არის არასწორი, არსებობს ესე იგი ადამიანი, რომელიც გაურბის სინდის, ამაზე ცალკე მთელი ლექცია შემიძლია წავიკითხო და ულამაზესი ექსპერიმენტები არის იმაზე, როგორ აკარგვინებენ ადამიანებს აი ამ კონტაქტს, მილგრემის ექსპერიმენტი, ზიმბარდოს ექსპერიმენტი ფსიქოლოგიაში, ორი დიდი ესეთი კვლევა არის ამაზე და ესე იგი მილგრემმა ამითი პასუხი გასცა ფაშისტურ გერმანიაში როგორ გახდა ადამიანები მართლა ნერვის გარეშე რომ რა ვიცი მე რაც იმათმა საშინელებები გააკეთეს აი როგორ ერთმა არ გააპროტესტა აი ეს იყო კითხვა ამითი დაიწყო მილგრემმა თავის ექსპერიმენტი აი დენს რო ურტყავენ თუ ცნობილი ექსპერიმენტები ხა შორს არ წავა მაგრამ თქვენს კითხვაზე პასუხი არის ეგეთი კი არ არსებობს ადამიანი რომელსაც სინდისი არ აქვს თუ ეგეთი ადამიანი მოისაზრება ესე იგი ის უნდა იყოს სერიოზულ დეპერსონალიზირებულ მდგომარეობაში ანუ თავის თავთან უნდა კონდეს ჩაწყვეტილი ყველაფერი ანუ ესე იგი პოპ კულტურაში ამას ეძახიან ზომბის ზომბი, როდესაც ადამიანი არც არსებობს რეალურად. ბატონო? უსინდისო ადამიანი არც არსებობს. უსინდისო ადამიანი ფაქტიურად არ არსებობს, ან თუ ის არსებობს, ის კომატოზურ მდგომარეობაში უნდა იყოს. ხო, ან ის უნდა იყოს სრულიად დეპერსონალიზებული მდგომარეობაში, ნიშნავს, რომ ჩემი საქციელი, ჩემი ფიქრი და ჩემი გრძნობა განპირობებული არის სხვისი და მე არ გამაჩნია მეობა. და მე ცუდ რამეს რასაც ვამბობ არის ის რომ მთელი ჩვენი დღევანდელი გინდა მას კულტურა, კლასიკური კულტურა, პოპ კულტურა, ყველანაირი კულტურა, თუ კონსიუმერული კულტურა მაძალებს იმას რომ მე ვიარო სხვის ჭკუაზე. ეს იმიტომ კი არა რომ მე ვამბობ ამას და ვიღაცას ვებრძვი და ვიღაცას ვემტერები. არა, ეს კულტურა ჩვენ შევქმნით, იმიტომ რომ ასე გვაწყობს, ასე უფრო მეტი ხეირი გამოგვდის, ხვდებით? მე გულისხმობ კაპიტალიზმს და საბაზრო ეკონომიკას. მაგრამ ჩვენ უნდა ფხიზლად შევხედოთ იმ ფაქტს, რომ ამას ეწირება ჩვენი სიფხიზლე. ჩვენ ვიგონებთ იმ ნარკოტიკს, რომელსაც ჩვენ თვითონვე მოვიხმართ და ჩვენ თვითონვე გვეკარგება იმისი თვალი, რითაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ნარკოტიკი. აი ამის თქმა მინდოდა, ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი დღეს და შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ როგორ და რანაირად გამოვიჭირო ეს ამბავი, ამის იქითკენ რა ტოპოლოგია არის, რა კოსმოგონი არის და პრაქტიკული რჩევები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თქვით ასეთი ფრაზა, რომ ანუ მე ვარ ის, რაც გავიგე და არა რაც ვიცი. მაგრამ ბევრჯერ ხომ არის, რომ აი თუნდაც ის რომ შეიძლება ზოგჯერ ძალიან ისწავლო ჟრიალი, აი ეს ჩასვლაზე, მზის ჩასვლაზე ან სხვა რამ ესთეტიკაზე, თუნდაც მუსიკაში, რომ ყველა ჩვენგანს გქონია, რომ რაღაცას თავდაპირველად ვერ ხვდებოდით, მაგრამ მე აგვიხსნეს და გავიგეთ, ამაზე ყოფილა. ამას ძალით ჟრიალი ქვია და ამას ქვია თუ არა, რომ მე ვარ ის, რაც გავიგე და არა მარტო ის, რაც ჩემით ვივხვდი. ნახეთ, მაგას არ ქვია, ეგ ძალიან კარგი პროცესი არის, როდესაც მაგალითად მე დავდიოდი ბავშვობაში მუსიკაზე და ჩემი მასწავლებელი ხვდებოდა, რომ მე ჩემ თავს არ ვუსმენდი.
აქედან გამომდინარე მე ბგერა არ მივარგოდა. და ამ მასწავლებელმა თქვა რომ სტოპ ერთ წამითო რა, 3 ბგერა დაუკარი და ოღონდ პირველი იყოს ხვამაღლა მეორე შვაში და მესამე ჩუმად ოღონდ ჩავარდნა არ კონდეს. და 150 ჯერ მაკრევინა ეს. სანამ არ დარწმუნდა რომ მე ვუსმენდი ჩემს თავს. თუ მე ვისწავლე როგორ ვუსმინო ჩემს თავს, ეს უკვე ბრმა მომენტი აღარ არის. ბრმა მომენტი იცით რა იქნება? ბრმა მომენტი იქნება ეგეთი რაღაცა. აი პირველი ნოტი ჩაარტყი 0-დან 100-მდე 80-ზე და მეორე ნოტა ჩაარტყი 40-ზე და მე ამას ფაქტიურად მექანიცისტურად ვიმეორებ, როგორც მასწავლებელმა. მაგრამ თუ კი ჩემი მასწავლებელი მეუნება რომ შენ უსმინე შენ თავს და ეხლა მომიყევი როგორ ჩადის მზე, მაშინ იქ უკვე მე პირველ პირში ვმოქმედებ და არა მესამე პირში. მაშინ იქ უკვე მე ვსაზღვრავ ეს როგორ კეთდება. შეიძლება ჩემმა მასწავლებელმა უბრალოდ მიმართულება მომცეს რომ აქეთკენ იარეო. მიხვდით? მაგრამ ჩემი ვაჟკაცობის ამბავი არის რომ მე იქ უნდა მე თვითონ ვიგზნო რომ ეს ბგერა აი ასეთნაირად დაჭერილი კეთილხმოვნად ჟღერს და არ არის ჩარტყმული. და აქ არის რთული პრობლემა. ეს არის მასწავლებლო პედაგოგიკის პრობლემა არის. მასწავლებელმა კი მითხრა, მაგრამ მე შეიძლება ვერ ვიგრძნო. რა ქნას მასწავლებელმა ვერც ვერაფერს ვერ იზავს. პლატონმა თავისი სკოლა თვითონ თავის ხელი დაკეტა. რატო? იმიტომ რომ გარანტია არ მაქვს მე რო ავხსნი იმან რო გაიგოსო. მაგრამ არის მეორე მომენტი რომ თუ არ აუხსნი ის მართლა გარანტირებულად ვერაფერს ვერ გაიგებს. ამიტომ მასწავლებელი გავს აი ამ რაღაცა ქრისტიანულ რაღაცა იმას სტრუქტურას რომ შენ უნდა მოისროლო ეს თესლი და სადრა დავარდება არ იცი სადღაც აღმოცენდება რომელიღაცა ნაყოფს მოისხავს და რომელიღაცა ნაყოფს ვერ მოისხავს შენზე არ არის დამოკიდებული იმიტომ რომ მე როგორც ლექტორმა მე არ მაქვს გარანტია რომ რაღაცას ვილაპარაკებ და ვიღაცა გამიგებს მაგრამ მე უბრალოდ ვლაპარაკობ ანალოგიურად თუ კი თქვენი კითხვა სხვა იყო თქვენი კითხვა იყო რომ თუ მე გავაკეთე აზროვნების აქტი და მე სხვისი შეგონებით რაღაცა მართლა გავიგე ეს ცოცხალია თუ მონობარი და მე გეტყვით რომ ეგ ცოცხალია თუ კი თქვენ აზროვნების აქტი გააკეთეთ აზროვნების აქტიდან რაც გამოდის ყველაფერი ცოცხალი არის აზროვნების აქტს ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ სიცოცხლის მომნიჭებელი აი ესეთი რელიგიური ტერმინი იმიტომ რომ აზროვნების აქტიდან რაც გამოდის ყველაფერი უკვე მეში გატარებული არის ან შეგვიძლია ვთქვათ რომ მეში შესული არის და ის უკვე მე ვარ იმიტომ რომ ჩემი სისხლით ჩემი შრომით ჩემი წვალებით დამიშლია და ამიწყვია თავიდან და პასუხისმგებელი მე ვარ რომ ეს არის ლამაზი კარგი ერთ ცოტა დაგისვამთ ბოლო ახლა რომ შევაჯამოთ დღევანდელი ლექციის მიზანი რა არის რომ რამდენად ემსახურება ეს ყველაფერი ამის ცოდნა რომ ადამიანი იყოს ბედნიერი და გისვამთ ასეთ კითხვას აი მაგალითად თქვენ მიმტკიცებთ რომ ბახი მაგარია მაგრამ რაღაცა ჩემი გემოვნებით ჩემში აგერ რა ვიცი დარიდური მომწონს მაგრამ მასწავლებელმა ასე თქვა ავტორიტეტმა ასე თქვა ანდრომ ასე თქვა და მე გადმოვდივარ ბახის მდგომარეობაზე მე ვკარგავ თავისუფლებას მაგრამ ვიძენ რაღაც თქვენი კრიტერიუმით მაღალ რაღაცას ხო როდის არის ადამიანი ბედნიერი ამ თუნდაც იმ ბაზარზე ხო ეკონომიკაში ვიღაცა მეუბნება კოკაკოლა ჯობია იმას და აი გადავდივარ იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა ან რომ თქვა კოკაკოლა უკეთესია ასეა პოლიტიკაშიც ხომ არ ჯობია რომ საერთოდ არ გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი და საერთოდ ადვილი დამჯერები ვიყოთ თუ უბრალოდ ვიბრძოლოთ ბოლომდე ჩვენი გემოვნების დასაცავად და ვიყოთ სასაცილოები რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხო რა თქმა უნდა უმრავლესობა აირჩევს რომ ანდროს დაუჯეროს იმიტომ რომ ანდროა და მე დამცინებს იმიტომ რომ რას უსმენ ეგ რა დიდი მადლობა საერთოდ არ არის სასაცილო კერდეთ გადასარავი კითხვა არის და სწორედ ეს არის ყველაფერი ორ კითხვათ ვაქცევ თქვენ ამ ერთ კითხვას პირველს ვიტყვი ეგეთ რაღაცას რომ ჩემი არანაირი ინტენცია ანუ სურვილი და მიმართულება არ იყო ის რომ მე რაღაცნაირად ბედნიერებისკენ წამეყვანეთ პირიქით მე ზიზღება ეგ სიტყვა
ბედნიერება. იმიტომ რომ ბედნიერება არის ყველაზე ამორალური სიტყვა, იმიტომ რომ ბედნიერებას თუ ბედნიერება ყველაზე მაღლა არის, მაშინ ყველაფერ ამორალურს გააკეთებ, იმიტომ რომ იყო ბედნიერი და როგორც წესი რომ გავშიფრო ბედნიერება რა არის. ეს ხვისი უბედურებაზე ჩემი პრევალირებაზე დაიყვანება ძალიან ხშირად. ამიტომ მე არ ვცხოვრობ, იმიტომ რომ ბედნიერი ვიყო რა. მე ვცხოვრობ, იმიტომ რომ მივხვდე ვინა ვარ და ვიყო რაცა ვარ. და ბედნიერებას გავწირავ ამაში. აი თუ ამის ჩემი საკუთარი თავის მიხვედრა მოითხოვს იმას, რომ მე ბედნიერებაზე ვარ ვთქვა, დიდი სიამოვნებით ვიტყვი ამაზე ვარს. ეს ერთი მომენტი. მეორე, ყველა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტავს, რომ მოდი ამ დროს დაუჯერებ თუნდაც იმაში, რომ ბახი მაგარი კომპოზიტორი არის, ანდროზე უფრო შტერი ყოფილა, ბახზე ყველაზე უფრო შტერი ყოფილა. იმიტომ რომ მე თუ ჩემს ლექციებში რამეს კულტივაციას უკეთებ იმას, რომ შენი მეობით დაადგინე. და თქვენ სწორად აღნიშნეთ, აქ სამი ფაზა არის. პირველი ფაზა არის, რომ ბახი მაგარია, იმიტომ რომ ვიღაცები ამბობენ, ავტორიტეტები ამბობენ, რომ ბახი მაგარია. всё. მეორე ფაზა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ ბიჭო, ხო არ დავივიწყო ერთი ყველა ავტორიტეტი და ხო არ ბოდიში და დავიკიდო ეს ყველანი და ვთქვა რომ რავი ძმაო დარიდური მე მირჩევნია დარიდური. და მე გეტყვით რომ ეს მეორე ადამიანი პირველთან შედარებით უფრო წინ არის. იმიტომ რომ პირველი საერთოდ მონაა. რა მნიშვნელობა აქვს ვისი მონა ხარ შენ ბახის მონა? უმცირესობაში. მოიცეთ ნახეთ როგორ რაღაცა უმცირესობაში თქვენ დაიმახსოვრეთ თქვენი სიტყვა და თქვენ 5 წელიწადში იტყვით რომ უმრავლესობა ეხლა არის ეს მეორე. იმიტომ რომ თან ახალგაზრდებს დაელაპარაკეთ და ახალგაზრდების უმრავლესობა ეგ არის. ეს ჩემი თაობის უმრავლესობა იყო ეგ. ბახი გენიალური კომპოზიტორი არის. ეხლა ესენი უბრალოდ დროის გამო გადაწონიანი, იმიტომ რომ დრო მიდის და სხვა თაობა მოდის. მაგრამ მე რასაც ვამბობ, არც პირველია და არც მეორე არის. ხო? მე რასაც ვამბობ არის მესამე. მესამე არის ეგეთი რაღაცა. არა ბახი მაგარი კაი ტიპი არის, იმიტომ კი არა რომ ავტორიტეტები ამბობენ. ბახი დეგენერატი არის თუ ნულიფიცირებული არის, იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ამბობს რომ ჩემი აზრია მთავარი და დარიდურის გაუმარჯოს, იმიტომ რომ მე მევასება დარიდური. არა, შენ კეთილი ინებე და გაიგე ის ბახი როგორც თითქოს და შენ დაგიწერია, ან რანაირად უნდა აზროვნებდე რომ ესე დაწერო, თუნდაც დარიდური და თუნდაც ბახი. იმიტომ რომ სანამ ნახეთ როგორ რაღაც არის ძალნიშნულოვანი რაღაც არის რომ რის გაგებასაც ვაპირებ, მე იმას წინასწარ შეფასებას არ ვაკეთებ. მე შეიძლება გაგების მერე გავაკეთო შეფასება, მაგრამ წინასწარ დარიდური უნდა შევისწავლო თუ ბახი უნდა შევისწავლო, ჩემთვის ერთ და იგივე არის. შეიძლება შესწავლის მერე სხვანაირად ვიფიქრო. ამიტომ მე ვიტყვი ეგეთ რაღაცას. მე ჩემს თავს დავუკვირდი რა მომდიოდა დარიდურის სმენის დროს და ბახის სმენის დროს. მე შეიძლება ვთქვა რომ დარიდური უფრო კეთილმოვანი არის ჩემთვის, იმიტომ რომ უფრო ამაგდებს, უფრო ხასიათზე მომიყვანს, უფრო კონტექსტუალურად უფრო რა ვიცი რა ხოშიანია რა. და ბახი კაცოები, ბახი პლეილისტში არც მაქვს, იმიტომ რომ ბახის რაღაცა სერიოზული არის, მაგის თავი ვის აქვს. მიხვდით? მაგრამ მე თუ ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ თუ ჩემი მეტამორფოზა ამოცანა და არა ბედნიერება და არა ჩემი კეთილდღეობა, მაშინ გამოდის რომ მე ბახისკენ წავალ და არა დარიდურისკენ. ხვდებით? მაგრამ მე უნდა ჩემი სიმწიფით უნდა მივიდი აქამდე. და თქვენ მეტყვით ეგეთ რაღაცას, რომ მაშინ ახლა შენ შემოიტანე ახალი ტერმინიო, ეს არის სიმწიფე. და სიმწიფე რას ნიშნავს? სიმწიფე ნიშნავს სიახლოვეს ჩემს ნამდვილ მესთან. და აი აქ უკვე ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ ჩემს ნამდვილ მესთან სიახლოვით თუ ვიზომები მე, მაშინ ეხლა სხვა ლექციის თემას შემოვაგდებ, მაგრამ აღარ გავაფართოვებ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე დავამტკიცებ იმას, რომ ჩემში რაც არის ჩემზე მეტი და თქვენში რაც არის თქვენზე მეტი, ეგ არის ერთნაირი და მაგ ერთნაირობასთან ბახი უფრო ახლოს არის ვიდრე დარიდური და ამას მე კი არ ჩემს გამო კი არ გაიმეორებთ, რომ ანდრომ რახან თქვა მასე არისო. არა, თქვენი შინაგანი წამოძახილი იქნება ეს, იმიტომ რომ იმ ბახში იცნობთ თქვენს მაღალი მესტოპოლოგიას. ხვდებით? ეს რთული თემა არის. ამაზე სისხლი იღურება. მე ამაზე ახალგაზრდებს როდესაც ვეკამათებ, ის მეუბნება, რომ არა კაცო, შენ ისა ხარო, ძველი ხარო და რა ქვიაო, სხვაზე აყოლილი ხარო და ბახსო იმიტომ აქეფო, რომ მასე გასწავლესო და ვერ გამოხვედიო შენი რაღაციდან. და მე კიდე ამბობ, რომ მე მოვკვდე თუ მასე ვამბობდე. მასე ბევრ ვიღაცაზე ამბობენ, მაგარი არისო, მაგრამ
მართლა არ არის ჩემს გემოვნებაში. მაგრამ ბახი რატო არის მაგარი? ეგ მე ჩემი სისხლით და ოფლით გამიშიფრია, დესტრუქცია გამიკეთებია და რეკონსტრუქციაც გამიკეთებია და ვამბობ, რომ ამ კაცმა დაინახა უმაღლეს მდგომარეობაში სამყაროს წესრიგი და გადაიტანა მე ნოტებზე ეს ყველაფერი. ხვდებით? ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ გაიგე და მე გააკრიტიკე. უბრალოდ ორივე, არა მარტო გააკრიტიკე, მე აქე. ანუ შემეცნებამდე ქებაცდებილობაა და შემეცნებამდე კრიტიკაცდებილობა არის. ყველაფერი არის ის, რომ გაიგე ჯერ. და თუ გაიგე, არ ვიცი დარიდური იქნება თუ არ ვიცი ბახი იქნება, თუ გაიგე, მაშინ მართალი ხარ. იმიტომ რომ გაიგე, მაშინ სამყარომ დააგვიანა. შენ თუ გაიგე, ყველამ დააგვიანა. იცით როგორ რაღაცა არის? ეგ არ არის ბედნიერება, იმიტომ რომ ბედნიერებას ეძახიან იმას, რომ TikTok-ზე დადებენ ტუჩებიან ფოტოს და მერე ლაიკები იქნებიან მეორე. ამიტომ ხო, ამიტომ მე ვამბობ, რომ უბრალოდ სხვა სიტყვა არის აქ საჭირო, რომ გავმიჯნოთ, მე გეტყვით რა განსხვავება არის ამ ორ შორის. ერთი არის კატეგორიით I have, ანუ მე მაქვს და მეორე არის კატეგორიით I am, მე ვარ. და მე ვარობა ბედნიერება, რომელიც ბაზირებს მე ვარობაზე, ну რა ვიცი, მინიმუმ ნეტარება უნდა დაარქვა ამას რა, და არა ბედნიერება. და ბედნიერება არის ის, რომ რა ვიცი, მე ქალაქში გახვალ და უყვარხარ ვიღაცებს. მასლოუს პირამიდის მესამე საფეხური. შეგიძლია თქვა, რომ ბედნიერი ვარ. ან მასლოუს პირამიდის მეოთხე საფეხური. ბევრი ფული მაქვს, შავი ჯიპით დავდივარ და მეზობელს შურს ჩემი. ბედნიერი ხარ? ბედნიერი ვარ. და მეხუთე საფეხური არის, რომ არ ვიცი ვინ არის მეზობელი და არ ვიცი TikTok-ი ვაფშე არა მაქვს, მაგრამ მე გამოკეტილ კარებში რო ვხატავ, ისე ვიწვი, რომ იმ ნახატს არავის რო არ ვაჩვენო, მე უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ მე თვითონ შემიძლია ჩემი თვით აქტუალიზაცია ვაკეთო. ეს არის მასლოუს მეხუთე საფეხური. ამაზე მაქვს მე საუბარი. რახან ესე მკვეთრად შეეხეთ მუსიკას, მე თვითონ მუსიკოსი ვარ, აკადემიური გუნდის დირიჟორი, ეხლა დავმთავრე მაგისტრატურა. ჩემი კითხვა არის როგორი? ნახეთ, 27 წლის ვიყავი, როდესაც დავამთავრე ბაკალავრიატი. მერე 5 წელი პაუზა მქონდა და შემდგომ ჩავაბარე მაგისტრატურაში. პირობითად ბახი იყო, მოცარტის ნაწარმოები იყო, რეკვიემი თუ თქვა ზვიად ბოლქვაძის საკონტო აკაპელა ნაწარმოები, ან ბატონის სოსოფი ჩახმაძის. ვერ ხვდებოდი საკუთარ თავში რა ხდებოდა, როდესაც აი კონკრეტულად ერთ ნაწარმოებს, როდესაც ვღეროდი, სულ სხვა ემოცია მოქონდა ვთქვათ გუნდში და მე აი ამ ნაწარმოებს მე თვითონ რო ვდირიჟორობდი, სულ სხვა ემოცია იყო. მაგალითად კონკრეტული ერთი ნაწარმოები ბაკალავრიატზე რომ მიდირიჟორია, სულ სხვა ფერები დამინახია დირიჟორობის დროს. და ნუ როდესაც გავაგრძელე მაგისტრატურა, ჩემმა მაესტრომ აღნიშნა, რომ სულ სხვანაირად გაქვს ეს ნაწარმოები ახლა დანახულიო და ვერ მიხვდა რატო. რატომღაც მე დავაბრალე იმას, რომ ბაკალავრზე რაღაცა შესწავლის პერიოდი რო არის და რაღაცა ტექნიკურად განვითარების, ასე ვთქვათ, სქემა, ნუ პირობითად 4-4-დი რო დაანახო ჩვეულებრივ, მაგისტრატურაზე უკვე შენს ინდივიდუალურობას ანიჭებ უპირატესობას და მაგალითად ბაკალავრზე თუ ვთქვათ მოგეთხოვება კონკრეტული სქემის დაცვა, მაგისტრატურაზე ვთქვათ შეგიძლია რომ აი კონკრეტულად ეს ფრაზა შეგიძლია რაღაცა მოამრგვალო და აღმოიყვანო ქვემოდან ზემოთ. რაღაცა ამიტომ ვაბრალებდი ამ ყველაფერს, მაგრამ რო დავფიქრდი ეგრე არ იყო. ოღონდ ვერ გავერკვი ახლა ეს დროის ფაქტორი იყო ვთქვათ ბაკალავრიატიდან 5 წელი რო გავიდა მაგისტრატურამდე არ ვიცი ამ დროში რა გაიზარდა, იმიტომ რომ ტექნიკური მხარე დამრჩა იგივე მაგისტრატურაზე, რაც ბაკალავრზე მქონდა, ну ფაქტობრივად ახალი არაფერი მისწავლია და რაღაცა არ ვიცი, მე მივედი შემთხვევით იმაზრამდე, რომ ალბათ უფრო აღქმის ბრალი იყო, რადგან სხვანაირად მოვისმინე ეს ნაწარმოები და რამდენად სწორად მოვისმინე, აი ამაში მინდა რომ ასე ვთქვათ გავერკვიო და მაგალითად მაესტრო მაძლებდა იმას, რომ გინდა თუ არა მე რასაც გაჩვენებ ეს სწორია, მაგრამ მის ნაჩვენებს რომ მე ვიმეორებდი ვერ ვიყავი ასე ვთქვათ კმაყოფილი და იმ ფერებს ვერ ვხსნოდი მუსიკაში, რასაც მე თვითონ ვასრულებდი ასე ვთქვათ და მე თვითონ რასაც ვაკეთებდი უფრო კომფორტულად ვიყავი ამ
მუსიკაში და აი რაღაცა ცოტა ის მაქვს რაღაცა გაურკვევლობა რის ვერ გავერკვიე დროის ფაქტორი იყო ეს ჩემი სხვანაირად დანახული მუსიკა დრომ განაპირობა თუ აღქმის ბრალი იყო უბრალოდ რაღაცა წლების მერე სხვანაირად გავიგეს ყველაფერი და სხვათა შორის ჩემო კურსელებმაც მითხრეს რომ აი რომ დაუთავებიათ მაგისტრატურა და გასულას 3 წელი და უთქვიათ რომ აი ეხლა რომ ჩამებარებინა 32 წლის ასაკში კონსერვატორიაში ფიქრობ რომ უფრო სხვანაირად ვიდირიჟორებდი განა ის რომ ამ დირიჟორობას ახლიდან ისწავლე და ალბათ უფრო მუსიკის განხრით მადლობა თქვენ სანამ რამეს ვიტყოდე ჭკვიანურს პატივისცემა ჩემი ყველა მუსიკოს და მათ შორის აქ დასახელებულსაც ზვიად ბოლქვაძესაც დიდი ესე იგი თაყვანის მცემელი ვარ მამ ადამიანის და საოცარი მუსიკოსი არის ნუ კეჭაყმაძეზე აღარებს ამბობ და ბახებზე და კიდე ღმერთებზე უკვე აღარებს აღარობ და თქვენს მიმართაც ჩემი პატივისცემა იმიტომ რომ მუსიკა არის ისეთი სფერო რომელიც პირდაპირ გეტყვით არც ერთ ვარიანტში არ დაგიფასებს იმ ძალისხმევას რომელსაც ჩადებ ცოტათი გიჟი თუ არა ხარ მუსიკოსი არა ხარ და გიჟობაც არ კმარა აი პატიოსანი გიჟი უნდა იყო და ამიტომ რაღაცა მე მიყვარს ეს პატიოსანი გიჟი ხალხი და ყველა მუსიკოს გარკვეული პატივისცემა ჩემგან. ეხლა რაც შეეხება თქვენ კითხვას მე ძალიან ლიმიტირებული ვარ მე რაღაცა ფსიქოანალიზს აქ ვერ გავაკეთებ რომ გითხრათ თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის მაგრამ თქვენი მაგალითი ძალიან ესეთნაირად ჟღერს რომ ბუნებრივია და სხვანაირად რო ყოფილიყო ეგ უფრო გამიკვირდებოდა. ბაკალავრს ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას რომ ბაკალავრს ჩვენ ვთხოვთ იმას რომ მან გაიმეოროს რასაც მეუბნებით. ბაკალავრი უბრალოდ არის ქვევრი. ჩასძახე ამოგძახებს. თუ რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს, всё ესე იგი უკვე შეგიძლია ნიშანი დაუწერო. მასტერს უკვე ეუბნები რომ მე რო ჩაგძახე იგივე არ ამომძახო კაცო ეგ ბაკალავრია მე რო ჩაგძახებ შენ უნდა შენი ამომძახო მაგრამ ეგ უკვე ნიშნავს რომ მას მე უნდა გაუჩნდეს თქვენ რო ამბობთ რომ ტექნიკურად არაფერი ახალი არ მისწავლიათ არც არის საჭირო ტექნიკურად თქვენ ყველაფერი ბაკალავრის დროს რაც ისწავლეთ მაგით იცხოვრებთ სულ ნუ რაღაცა შეიძლება 1-2 რაღაცა მერე დაემატოთ ისიც ან კი ან არა მაგრამ ბაკალავრიდან მაგისტრატურამდე ადამიანი ისეთ წლებშია, რომ მაგ დროს უკვე მორალური დილემები გადაწყდება ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. ამიტომ შეუძლებელია, რომ თქვენ მაგისტრატურის დროს არ დაგეტყოთ ის მორალური არჩევანი, რომელიც სულში გააკეთეთ. ხვდებით ხო? ანუ თქვენ სხვა ხართ. მე ვამბობ, რომ ყოველი შემეცნების მერე ადამიანმა შეიძლება სახელი გამოიცვალოს, იმიტომ რომ სხვა არის რა, მართლაც სხვა ხარ. გაგებამდე და გაგების მერე სხვა ხარ. ამიტომ თუ ამას დაემთხვა ის რომ მაგისტრატურაში იგივე ნაწარმოებს იღებთ ის აუცილებლად სხვანაირად უნდა ყოფილიყო და სამყარო წესია რახან დღევანდელ ლექციას ადამიანი და გარე სამყარო ქვია მაშინ მე ესე ვიტყვი რომ ადამიანი სამყაროში ხედავს იმას რისთვისაც ის არის მზად არც ნაკლები და არც მეტი თქვენ როდესაც უფრო მეტად მომწიფდებით იმ ნაწარმოებს კიდე სხვანაირად შეასრულებთ და თუ არა და მაშინ უფრო ცოდვა ხართ, იმიტომ რომ მაშინ ნიშნავს რომ ვერ გაზრდილ ხართ. და თუ სხვანაირად შეხედავთ და აქ კიდევ ნახეთ საინტერესო რა არის, ყოველი შემდეგი უნდა მოიცავდეს წინას. იმ გაგებით რომ ის უბრალოდ სხვანაირი კი არ უნდა იყოს, ის გაზრდილი წინა უნდა იყოს. ანუ ის იმაზე მეტი უნდა იყოს, ხვდებით? ამიტომ რასაც თქვენ ყვებით, ეს უბრალოდ არის დასტური იმისი რომ თქვენ როგორც ადამიანი ყალიბდებით, იზრდებით და მწიფდებით, გილოცავთ. მე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არც ესე ახლოს გიცნობ და არც ესე მოსმენელიც არ მყევხარ, თორე კიდე რაღაცას ერთ-ერთს მივაბავდი რაღაცას ისულელეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ თავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ არა ვართ სოციო ცხოველები, ჩვენ არა ვართ რობოტები ჩვენ არა ვართ მასწავლე და გავიმეორე, ჩვენ ვართ შენ რომ მასწავლი, ან მერაბ მამარდაშვილის პასუხს გაგცემთ, ნახეთ, მამარდაშვილი ესე ამბობს. არა შენი სიტყვით, არამედ ჩემი თვალებით, შენი წერტილიდან. მასწავლებელმა უნდა წამიყვანოს რაღაცა წერტილზე და იქიდან შემახედოს, მაგრამ მე იქიდან ჩემი თვალებით დავიწყებ ყურებას.
და ეს ჩემს შემოქმედებას დაეთყობა და ეგრეც უნდა იყოს. მადლობა, კარგი. მე მოქვს ერთი შეკითხვა. შევეცდები ჩამოვაყალიბო. აი მე მაგალითად თქვენ აზიარებთ რაღაც ინფორმაციას ცოდნას, რა? ხო. თქვენ სხვა მოაზროვნეები, წიგნები, რაღაც ინფორმაციას ცოდნას გვიზიარებენ, რა? და ამ ცოდნას მე ჩვენი აზრით რაღაცნაირად გონია რომ გავიგებთ ხოლმე, მაგრამ მე შემიძლია ჩემსავში რომ აი ეს ცოდნა რომელიც რეალურად რაღაც რეალობას არ წერს ანუ ამ რეალობას კი არ ვუყურებ, არამედ ცოტა ხანი ამ ცოდნაზე ვჩერდები ხოლმე და მგონია რომ გავიგე რაღაც, მაგრამ რეალურად იმ რეალობას არ ვუყურებ, ვუყურებ ცოდნას. და ის რეალობა, რადგან მგონია რომ გაგებული მაქვს, რჩება გაუგებრად. და მე რა მაინტერესებს თუ აი ამას ახლა რაც ახსენი, ბავშვად ხვდები და შემიმჩნევია რომ რაც ხდება. მაშინ რატომ მემართება ის რომ მავიწყდება მაინც რომ რეალობას კი არ ვუყურებ, უბრალოდ ინფორმაციას ვუყურებ, ანუ თუ ეს მესმის, მაინც რატომ ვერ ვხედავ ბოლომდე რეალობას ხოლმე და მავიწყდება ეს სიუჟეტი. ანუ ბოლო კითხვა ვერ გავიგე, მანამდე ყველაფერი გავიგე. ან თუ რეალობის აღმწერი არის უბრალოდ ინფორმაცია, მაგრამ რეალობა, რომელსაც ეს ინფორმაცია აღწერს, და თუ ეს მესმის, მაშინ რატომ მავიწყდება ეს და რეალობას ვეღარ ვუყურებ და ისევ ცოდნაზე ვრჩები, ანუ თქვენი ნათქვამი შეიძლება ისევ გაუგებრად გამ. გეტყვით. ოკეი, ძალიან კარგი კითხვა არის ეგეც. პირველი ვთქვათ ესეთი რაღაცა, ესეთი საზიზღარი ფრაზა გამახსენდა. და გეტყვით ამას. ესეთი ფრაზა რუსულად ვიტყვი, იმიტომ რომ რუსულად მახსოვს, რომ ორიგინალში ეგრე იყო, რომ когда палец указывает на небо, только дурак смотрит на палец. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მე ავხწერ იდეას და ვიღაცა მისმენს მე, ის შტერი ყოფილა. თქვენზე კი არა მაქვს საუბარი, მე აქ საუბარი მაქვს იმაზე, რომ ნახეთ, აი მე წავიკითხე, რომ ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია, რაც პითაგორამ თქვა. და რა თხამ პითაგორამ თქვა, ესე იგი ტოლია. ანუ ნახეთ, როდის ხდება გაგება იმისი, რა თქვა პითაგორამ. როდესაც მე ჩემს გულში ვიტყვი, რომ პითაგორას დედაც თო. მე მგონი მიქარა, აბა ერთი მომეცი ფურცელი და ფანქარი და მე თვითონ ამოვხსნი აი ამ თეორემას. მაშინ ვიტყვი, რომ ეგ დამპალი, ეგ დამასტროტო. მომყვებით? ნახეთ, ხო, ეხლა ნახეთ არ დამთავრებია. ესე იგი, არის ესეთი მომენტი, ის რომ მე ვლაპარაკობ, ის რომ თქვენ მისმენთ და თქვენ არ ვიცი, ჩემი ტექსტი სიტყვაზე გონიათ რომ გაიგეთ, მაგრამ გაიგეთ იმდენად რამდენადაც გრძნობთ რომ გავიგეთ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, ეგრეც უნდა იყოს. ის რომ ერთჩვენიერ დღესით რომ მოიცა კაცო ეგეთი რაღაცების სისულელები ვილაპარაკე, მაგრამ ეგეც აუცილებელი არის თქვენი აზროვნებისთვის. ამის მერე თქვენ უნდა გადაამოწმოთ და გადამოწმება უნდა მოხდეს იმით, რომ თქვენი გზა უნდა აირჩიოთ ამ გადამოწმებაში. ხო ხვდებით? აი მაგრამ თქვენ დაფიქრდეთ, რომ ისე მართლა რითი ვხვდები რომ რეალობა არის? აი რითი ვხვდები რომ სიზმარი არ არის რეალობა? აი გულწრფელად გეტყვით, მაგრამ მე რომ ამ თემებზე რაღაცებს ვკითხულობდი, იგივე ეს ჯანაკრაჯას ისტორია რაც მოვყევი, თვეების განმავლობაში დავდუღდი, იმიტომ რომ ჩემ თავს უსვავდი კითხვას, რომ აი ეხლა რა ვიცი რომ არ მძინავს. და საბოლოო ჯამში ჩემ თავს ვეუბნები, რომ მოიცა ანდრო, აი ერთსამით სტოპ, მოიცა ერთსამით, აი ეხლა გაიხედე აქეთკენ. აი აქეთკენ რა და ნუ ეხლა სადაც ვზივარ ეხლა მე ხო რაღაც კომპიუტერი სადაც მაქვს სახში, ჩემ თავს ვეუბნები, შპალერს შეხედე. შპალერს აქვს რაღაცა ტექსტურა. თუ შენ შპალერის ტექსტურა, ოღონდ არ გამოიგონო ეხლა შენი ეს ტექსტურა. იმიტომ რომ ეს რო იყოს ძილი, შენ შეხედვის დროს შექმნი ტექსტურას. მაგრამ ეხლა ფრთხილად იყავი, არ გამოიგონო, დაასტოპე შენი თავი და შეხედე შპალერს. თუ შპალერს აქვს ტექსტურა, ესე იგი რეალობაში ხარ. თუ შპალერს ტექსტურა არ აქვს, მაშინ გძინავს. და შევხედე შპალერს და გამეღვიძა. ხვდებით, მე იმის თქვა მინდა, რომ თუ შენ ეს საკითხი შენ თვითონ არ წაიღე საექსპერიმენტოდ, რა ის ანდრო და რა ის არქიმედე და რა ის პითაგორა. დარჩები შტერი. ანდრო, პითაგორა და ვიღაცები ეს უბრალოდ არის ხმები, რომელიც ისმის, რომლის ერთადერთი ფუნქცია არის, რომ ინტრიგა აღაძროს შენ სულში. დანარჩენი არის შენი პატიოსნება აზროვნების, რომ ამაზე მართლა იფიქრებ
და მართლა გახვალ იმ დასკვნაზე, რომელზედაც გახვალ და იქ ამ დროს არაფერი არ ესაქმება. ამ დროს ეთანხმები საბოლოო ჯამში თუ არ ეთანხმები საბოლოო ჯამში, საერთოდ არ არის საინტერესო. თავარი არის, რომ შენ წაიღო, შენ გადაწყვიტო იაზროვნო მართლა. და კიდევ ერთ შემთხვევა თუ შეიძლება. ანუ თქვენ საუბრობდით დროზე, მამრიშვილიც ახსენეთ, რომ განსხვავებანი მოსაგებია. მე მაგალითად ერთი გამოცდილება მქონია მსგავსი და შემდეგ ცოტა მსგავსებული, მაგრამ ეს ერთი ძალიან კაფეო იყო, სადაც რაღაც შეიძლება დავარქვათ მედიტაცია, სადაც აი ეს ხდებოდა, რომ დროის შეგრძნება არ იყო, არც სივრცე, თითქოს ყველგან რო იყო ესეთ შეგრძნება და არც ფიქრი არ ისმოდა მაგალითად არც როგორ ახსნა და ეს მომენტი რაღაც ძალიან წამები გრძელდებოდა და შემდეგ უკვე აი მომენტში თქოს მე არ მონაწილეობდი და მე გავჩნდი მას შემდეგ, როდესაც ამ მომენტის აღწერა დავიწყე. ანუ აქ რაღაც ორ ტიპს ხედავ თითქოს რა, ერთი იყო, უბრალოდ იყო და მეორე აღწერა ის რომ იყო და როგორც კი აღწერა ეს გაქრა რაღაცნაირად. ძალიან კარგ რაღაცას ამბობთ. უცებ მახსენდება პირველივე სტროფი ლაოძის დაოძეძინ. დაო თქმული დაო არ არის. დაო არის რეალობა. მაგრამ როგორც კი იტყვი, უკვე შენ მოწყვეტილი ხარ რეალობის. ესე იგი, შენ აქ გიფიქსირდება ეგეთი რაღაცა, რომ დამნახავი ერთია და დამნახავი დროის მიღმა და დამნახავმა აღწერა რო დაიწყო, აღწერა უკვე დროის ქვემოთ ხდება. თითქოს და შემეცნებელი და შემომქმედი გადაჭიმული ტიპი არის დროის მიღმასა და დროის შიგნით თითქოს ადამიანი ეგეთი ქმნილება არის, რომლის ესე იგი, არ ვიცი მე ვერტიკალში რო დააყენო, მისი თავი გაყოფილი არის მარადიულობაში და ფეხები ამ დროს არის დროში. ხვდებით, ისე თქვა მინდა? მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ მე ხო არ ვიცი თქვენი გრძნობა, თქვენი ეს გამოცდილება, მე ხო პირველ პირში არ შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, ეს ინტიმური თემა არის. მაგრამ მე ვამბობ, რომ დასკვნა, რომელიც თქვენ გააკეთეთ, ის დასკვნა ძალიან ნაცნობი დასკვნა არის ჩემთვის, ჩემი ინტიმური დაკვირვებისთვის. იმიტომ რომ ჩემგან ასე ჩანს, რომ ის რომელიც აკვირდება, ის დროის მიღმა, ის რომელიც მოქმედებს, ყოველთვის დროის ქვემოთ არის. და ბრძენია ის, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს მოქმედებაში დამკვირვებელი. ეხა უკვე რაც წამომცდა მე, ეს არის ფაგავად გიტას ერთ-ერთი სტროფი, სადაც იქ ესეთი ფრაზა არის, რომ ბრძენია ის, ვინც ხედავს უძრაობაში მოძრაობას და მოძრაობაში უძრაობას. იმიტომ რომ მაგ დროს შენ უკვე შესრულებული დასრულებული ადამიანი ხარ. ფაქტობრივად ღმერთკაცი ხარ, იმიტომ რომ შენ უკვე ღმერთის თვალი გაქვს, რომლითაც შენ სრულ სურათს ხედავ, მაგრამ ამ დროს თან მოქმედებ. ანუ შენ უკვე ორ სამყაროს შორის გადაჭიმული რაღაცა არსება ხარ რა. ან როგორც გოეთე იტყოდა, რომ თავი მაქვს გაყოფილი ზეცაში, მიწაზე მაქვს ფეხები და ორ სამყაროს შორის ხიდი ვარ და ამდენად ვარ ადამიანი. ამიტომ მე მელამაზა თქვენი აი ეს ხილვა თუ მედიტაცია როგორც თქვენ დაარქვით რა. რატო მელამაზა? იმიტომ რომ ვიცანი. მიხვდით ხო ისე თქვა მინდა. ანუ მე არ ვიცი თავისთავად ლამაზი არის თუ არა, მაგრამ ჩემთვის ნაცნობია, მე ის ვიცანი და ამდენად მე ვადასტურებ, რომ პირველ წყაროში არ ვიცი თქვენ რა იგრძელით, ის თქვენია. მაგრამ დასკვნა, რომელიც მოყევით, ძალიან გავს იმ დასკვნას, რომელიც მე ჩემი ხილვით გავაკეთე. მოგესალმებით ბატონო ანდრო, მეც ამ უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ, ფილოსოფიას ვასწავლე და მუშაობ შემეცნების თეორიასა და განათლების ფილოსოფიას. უი და ამაში თქვენ უნდა იყოთ აქ და მე უნდა ვიცი. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ დინამიკით, როგორც წაიყვანეთ ეს ლექცია. ალბათ თქვენი ფილოსოფიის მასწავლებლები იამაყებდნენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად თქვენ საკუთარ ძარღვში გაქვთ გატარებული კანტის, დევიდ ჰიუმის, შოპენჰაუერის, ინტუიტივიზმის აბსოლუტურად ყველა მოაზროვნის ნაზრები და მე ბედნიერი ვიქნებოდი რაღაც ასეთ მსგავსი შედეგისთვის, რომ მივეღწია ჩემს აუდიტორიაში.
და გარდა ამისა მე მაქვს პოდკასტი ლანისთან ყავაზე და აი ახლა საჯაროდ მინდა დაგპატიჟოთ ჩემთან ჩვენ უნდა ვისაუბროთ განათლების პრობლემებზე იმიტომ რომ დღეს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი მგონია ეს საქართველოში რაც შეეხება ჩემ შეკითხვას პირობას მაცვევთ ხო? მე ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ და დიდი სიამოვნებით აკვებით მაგაზე და პირიქით პატივისცემა ჩემი თქვენ არ ვიცი განათლება იქნება თემა თუ ესე იგი შემეცნების თეორია იქნება თემა თუ რამეში გამოგადგებით პრობლემა არ არის უბრალოდ კალენდარში იქნება შესაძახებელი სხვა დანარჩენი პრობლემა არ არის გაიგეთ ბატონო თქვენ ძალიან აი ეს კარგი მინიშნებები გააკეთეთ ფილოსოფიის მნიშვნელობაზე ისე რომ ამაზე ფაქტობრივად ღიად არ გესაუბრიათ ფილოსოფიას აქვს უბრალოდ ეს ფუნქცია რომ ადამიანმა თავად იპოვოს საკუთარი ადგილი ამ სამყაროში და თავად უპასუხოს კითხვებს ხო მე როცა აქ მოვდიოდი და თქვენ მას ლექციის სათაურიდან გამომდინარე გარემოს ქვეშ უფრო მეტად რატომღაც ვიგულისხმე არა ეკოლოგია არამედ ის სოციალური გარემო რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და ფილოსოფიას გარდა იმისა რომ აქვს მაპროგნოზირებელი ფუნქცია ჩემი აზრით ეს არის ყველაზე პრაქტიკული მეცნიერება და თქვენი საუბრიდან გამომდინარეც ამას ხვდები რომ თქვენ ზუსტად ასე ფიქრობთ რომ ეს არის ყველაზე პრაქტიკული მეცნიერება რომელსაც შეუძლია ადამიანს თავისი თავი აპოვნინოს და მე მაინტერესებს აი თქვენ რას ურჩევდით ახალგაზრდებს აგნებავთ რა ვიცი ჩვენც რომ აი მოცემულ სიტუაციაში როდესაც მოცემული ვითარება არის ქვეყანაში ხო აი რაღაც რა ფილოსოფია ვერ იქნება გამიჯნული იმ პრობლემებისგან რა პრობლემების წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ ხო აი რა უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ადამიანმა მე ვხედავ პოლიტიკურ შეხედულებებით დაყოფილ ქვეყანას და ყველას აქვს საკუთარი სიმართლე ხო და აი ასეთ პირობებში და აი ასეთ ვითარებაში რა არის ის ორიენტირი რაც შეიძლება რომ მით უმეტეს რომ ყველას ერთ და იგივეზე გვაქვს ხო პრეტენზია რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყიდოთ წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ რეალიზებადი ადამიანები ხო ისეთი გარემო შევქმნათ ხო აი რა არის ის ქვაკუთხედი საიდანაც შეიძლება რომ ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკოთ დიდი მადლობა. პირველ რიგში ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ გულში მეცინება, როდესაც ამბობთ, რომ ჯერ როდესაც ამბობთ, რომ მასპინძლები ხართ უნივერსიტეტის თანამშრომლები, თან ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, თან ესე იგი პროფესიონალები ამ დარგის, ესე იგი მე მცხვენია, იმიტომ რომ მე არც ფილოსოფოსი ვარ, არც მისწავლია, თქვენი მეუბნებით, თქვენი მასწავლებლები გაიხარებენ და არ მისწავლია ფილოსოფია და რომელ მასწავლებელზეა ლაპარაკი, მეტალურგი ვარ განათლებით. ხო და მადლობა თუ ესე ფილოსოფოსის იმას ვტოვებ, რა ქვია, იერს. ნამდვილად არასოდეს არ მიფიქრია და რაც არა ვარ. ანუ ეს დისკლეიმერი ჩემგან, რომ მე უბრალოდ მიყვარს აზროვნება და მამარდაშვილური დეფინიციით შეიძლება ფილოსოფოსი ვარ, იმიტომ რომ მამარდაშვილი ამბობს, რომ ფილოსოფია არის აზროვნებაზე აზროვნება და ეგ არის ალბათ რაც მთელი ცხოვრება სულ ყოველ დღე ვაკეთებ. მაგრამ მე არა ვარ პროფესიონალი ფილოსოფოსი და ძალიან დიდი სიამოვნება იქნება ჩემთვის ის, რომ პროფესიონალ ადამიანს დაველაპარაკო, იმიტომ რომ რასაც მე ვფიქრობ, ეს ადამიანები უფრო სტრუქტურირებულად, უფრო დალაგებულად ხედავენ და მე ეს ძალიან ბევრს მომცემდა და დიდი სიამოვნება იქნებოდა ეს. არ ვიცი, ესეც ერთ-ერთი საპოდკასტო თემა შეიძლება იყოს. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც თქვენ საზოგადოებაზე ამბობთ. მე სპეციალურად თავს ვარიდებ ყველანაირ რაღაც არ ვიცი პოლიტიკურ შეფასებებს თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ აქ ჯერ ფილოსოფიურად უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი. მე აი წინა კითხვასთან დაკავშირებით რაც თქვი გავიმეორებ. ნახეთ როგორ რაღაც არის. ჩემის აზრით მე როდესაც ვამბობ, რომ ჭეშმარიტება ერთდროულად იმანენტური არის და ერთდროულად ტრანსცენდენტული არის, მე ამას ვხედავ, რომ დღეს სამყარო არის გაყოფილი ორ ნაწილად. არიან ტრადიციის მოყვარული ადამიანები, ენამამული სარწმუნოება და იყურებიან წარსულში და რა ვიცი მე ქართველები და რაღაცა რაც მაგრებივად ქართველები ვარ შეიძლება ამას ყვირიან რაღაცა სიწმინდეებს იცავენ. არის მეორე ხაზი, რომელიც ამბობს, რომ გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს დივერსიფიკაციას, გაუმარჯოს რა ვიცი მელჭიპიტი ყველაფერი აი აქეთკენ რაც არის. ეს ორი მხარე ერთმანეთს ვერ იტანს. ხო ხტებით? ეს გამოვა ბასიანიდან, ეს კიდე გამოვა აქეთკენ კიდე მეორე მიტინგს გააკეთებს და შვაში თუ ტანკი არ ჩადგა, შეიძლება ამათმა დახოცონ ერთმანეთი.
მე კიდევ ვამბობ, რომ ეს ორი ინგრედიენტი არის მესამე ეპოქის აუცილებელი მშობლები. იმიტომ რომ ჩვენ ამათგან უნდა ვისწავლოთ თავისუფლება და ამათგან უნდა ვისწავლოთ ის, რომ ჭეშმარიტება არსებობს და ის არის ერთი. იმიტომ რომ ამათ ეგრე არა, ამათ ბევრი ჭეშმარიტება აქვთ. ამათ ერთი ჭეშმარიტება აქვთ, მაგრამ ამათ თავისუფლება აქვთ და ამათი ესე იგი ღმერთი ჯერ არ მომტარა. ხვდებით როგორი თემა არის. ამიტომ ეს ორი ნაწილი ერთმანეთისთვის არის დაბადებული ისე რომ ესენი ვერც ხვდებიან. ესენი მტრობენ მაშინ, როდესაც მათი დანიშნულება არის ის, რომ ამათმა უნდა გაუგონ ერთმანეთს. ეს მე ვამბობ ფილოსოფიურად. თუ ფილოსოფიურად ეს გაგება მოხდება, მერწმუნეთ არანაირი პოზიცია ოპოზიცია აღარ იქნება, იმიტომ რომ გაგება მოხდება. თუ მეტყვით საიდან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი, უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანური ნებიდან და სურვილიდან, რომ ვინც გეზიზღება იმას ჯერ გაუგე. და დასვი ეგეთი კითხვა, მე მის ადგილას რას ვიზავდი? რა ვიცი, პრეზიდენტად რო დაგნიშნონ, რას ვიზავდი? თუ რა ერთი და ორი გვინახია ადამიანი, რომელიც იქაჩებოდა და მერე დამждარა და რო დამждარა, ვეღარ გვიცნია. იმიტომ რომ იქიდან სხვანაირად ჩანს. და ბარეგამ ეხლა შეხედე სხვანაირად და მე აღმოჩნდება რომ თურმე სამტროც არაფერი არ ყოფილა, იმიტომ რომ იქთან ჩამждარი ადამიანი რო სხვანაირად რო იყურება, ეგ ვიცით და ბარეგამ შენს ჩადები ერთი ადგილი მანამდე, რომ იქნება ნათელი მოეფინოს შენს გონებას. მე ამაში კიდევ მედიასაც დავადანაშაულებ და ვიტყვი რომ ეგეთი დებატებიც არ არის, რომ რაღაცნაირად ჩვენ ეს მეტამორფოზა გავიაროთ, როგორც საზოგადოებამ, რომ რაღაცნაირად ანალიზი გავუკეთოთ, რა მოხდა თუნდაც წარსულში, რომ მე მომავალში არ გავიმეოროთ, ან უბრალოდ გავიგოთ სხვა მეორეს მხრიდან. მე ამას ერთ პოდკასტშიც ვამბობდი, რომ საბაზრო ეკონომიკის დროს მედიაც მომართულია იმაზე, რომ რაც შეიძლება დაძაბოს სიტუაცია, იმიტომ რომ ხილვადი გახდეს. ხვდებით? ანუ ეს არის მედიის ჩვეულებრივი ინტერესი, რომ უბრალოდ დაძაბოს სიტუაცია. არავის არ აინტერესებს შემეცნება. ხალხს აინტერესებს დაძაბული ომი. ომში კეთდება ფული. თორე აბა გაგების აქტის მერე დაალაგდება ყველაფერი და მერე იქ ხვდებით როგორი პრობლემა არის. ამიტომ მე ვიტყოდი რომ სად არის რაში არის გამოსავალი? შემეცნებაშია გამოსავალი. გაუგე შენ მტერს. მე იმას კი არ ვამბობ რომ დანებდი შენ მტერს, მაგრამ გაუგე. რატო ამბობს იმას, რასაც ამბობს? და შენ იმას კი ნუ იტყვი, რომ მე მისი მოსმენაც არ მინდა და გაგებაც არ მინდა, იმიტომ რომ ის მოგზავნილია. არა, შენც მოგზავნილი ხარ. ყველანი მოგზავნილები ვართ მასე. მაგრამ ამ მოგზავნილობის მიღმა მართლა მე რას იტყოდა? ანუ მართლა სინდისიდან რა მოდის? ანუ ჩვენ უნდა გავცვალოთ ადგილები, რომ ერთმანეთის წერტილებიდან დავიწყოთ ყურება და მერე აღმოჩნდება, რომ უი, მაშინ გავიგე. მაშინ მე ისტორიულად მივყვები და ერეკლესაც გავიგე, კომუნისტებისაც გავიგე, ზვიადიც გავიგე, ედვარდიც გავიგე, მიშაც ყველა გავიგე. ხვდებით რა? იმიტომ რომ ჩვენ ვერ გაგება ხდება თუ მე არ მინდა რომ გავიგო და მაშინ გარდაუვალი ომია. თორე მე თუ გავიგე, მე იმას კი არ გეუბნები რომ დავეთანხმე და მეც იგივეს გავაკეთებ, მაგრამ იმას რომ მე გავიგე და რახან გავიგე, მე უკვე სულ სხვა მასშტაბურად დავიწყე ყურება. თუ დავიწყე მასშტაბურად ყურება, მაშინ მე გავითვალისწინებ და თუ გავითვალისწინებ, სამტრო არაფერი ყოფილა. ეს არ არის ადვილი საქმე. ეს არის დაახლოებით, რა ვიცი, მე გიყვარდეს მტერი შენიო და უნდა მიხვდე რომ ვაფშე მტერი არც არსებობს. ან ჯონ ლენონი როგორც იტყოდა რომ რა ვიცი, war is over. ხო, ომი დასრულდა. მაგრამ ომი რო დასრულდეს, ეგ ჯერ შენს აზროვნებაში უნდა გადაწყვეტოს. რატო? იმიტომ რომ შენ უნდა მიხვდე რომ აზროვნება თვითონ ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირებულობის მიღმა ნახე ერთობა. მე დროის ტოპოლოგიაზე რო ვსაუბრობდი, ვამბობდი რომ დრო აღიქმება მარტო მაშინ, თუ კი დაპირისპირება, ესე იგი ვერ გადაწყდა განსხვავება ჩემსა და ჩემს შორის. თორე თუ გადაწყდა, მაშინ მე დროის მიღმა გავდივარ. ანუ თქვენ თუ მეტყვით რომ პოლიტიკურად როგორ დაულაგდეთ დედამიწა, დროის მიღმა უნდა გავიდეთ, ანუ ჩვენ უნდა გავიგოთ ერთმანეთი. ოღონდ მე ამ უკიდურეს დასავლეთს და უკიდურეს აღმოსავლეთს გულისხმობ ჯერ, რომ ჩვენ მე უკვე აქ ვიღაცა პატარა სემიჩკა ხალხი ვინც ავართ, ისინი დაულაგდეთ, იმიტომ რომ ჯერ ხვდებით ხო როგორი თემა არის. ან შეიძლება უკუღმა თქვათ რომ ჯერ ჩვენ დაულაგდეთ. ხო? იგივე მუსიკალურად ვიტყვი, ახლა რა ვიცი მე, დასავლეთ ქართული სიმღერა და აღმოსავლურ ქართული სიმღერა. ორი განსხვავებული პარადიგმა არის, მაგრამ ჩვენ ხო არ კონფლიქტობთ ამაში ერთმანეთს. ხო დაულაგდით. ხო, ანუ ანალოგიურად ეხა წაიღეთ ეხა ეს ფილოსოფიურ საზრეში, რომ რა ვიცი მე, აღმოსავლური ხედვა და დასავლური ხედვა, ხო? ადამიანის უფლება და ტრადიცია. დავე, მიდი ეხა იმასაკენი რა ქვია, დააბალანსე თუ დააქორწინე ესე, ხო? გახვალ იმაზე რუსთაველურ ხედვაზე გახვალ. მე დაგეთანხმებით იმას, რომ თითქოს და ქართულ გენში ამის მისიას ვხედავ, რომ ჩვენი დასაბალანსებელია ეგ.
აი ეს ბერძნული ესე იგი იდეა, რომელიც ნიშნავს, რომ აი ადამიანი, აი ანთროპოსმეტრონ რაც იყო, რომ ადამიანი არის ყველაფრის საზომი. და ამ დროს ეს ტრადიცია, იმიტომ რომ მოიცა კაცო ჭეშმარიტება ერთია. და თუ ჭეშმარიტება ერთია, ადამიანი როგორ არის საზომი? და იმსი არის საზომი, რომ ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ თვითონ არის ჭეშმარიტება. მაშინ უნდა გააცნობიეროს თავისთავად. აი გამოსავალი რაში არის. მაგრამ ეს, აი ხა ისევ იმ წინა კითხვაზე დაუბრუნდები. ამას ერთეულები შეძლებენ. საზოგადოებას გინდა უთხარი მარჯვენა წადი, გინდა მარცხენა წადი, თუ საზოგადოებამ ეს ვერ გააცნობიერა, საზოგადოებას მოუწევს, რომ გადახდეს ომი. რატო? გარდაუვალია. იმიტომ რომ ეს ომი ჯერ შენ ტვინში უნდა დასრულდეს. თუ გინდა რომ გარეთ არ მოხდეს ომი. მაგრამ თუ შენ ტვინში ყველაფერს აკეთებ, რომ არ ჩახედო შენგან განსხვავებულს თვალებში და ვერ გაიგო ის, მაშინ ეს ომი გარდაუვალია, ეს მოხდება. ყველა ომს გულისხმობ ამაში. მათ შორის რძალ დედამთილის ომს. იმიტომ რომ არ არის სურვილი, რომ მეორე მხრიდან შეხედო. სოკრატე ამბობს, შეეცან თავის შერი. არისტოტელე მტერი გონებაში დაამარცხა. თითქოს ეს ორი ფრაზა ერთმანეთთან ლოგიკაშია და გამოდის, რომ მტრის გონებაში დამარცხებით საკუთარ თავს შეიმეცი. ბოდიში, მეორე ფრაზა რომელი თქვით? მტერი გონებაში დაამარცხა. აჰა. და გამოდის, რომ თუ დავაკავშირებთ ორივე ფრაზას, მტრის გონებაში დამარცხება საკუთარ თავის შემეცნებაში დაგეხმარება. მე ცალსახად გათხოვეთ, მე უნდა მივხვდე, რომ ის მტერიც მე ვარ. ნახეთ როგორ რაღაც არის აზროვნება ნიშნავს, რომ მე უნდა გამოვიგონო პოზიცია, რომელიც არ მეთანხმება. მე მტერი მჭირდება, იმიტომ რომ აზროვნებითი აქტი შევადგინო. აბა მტერი რომ მომაცილო, მე ჩემგან დეგენერატს მიიღებთ. მე მაშინ დავიჯერებ ყველა ჩემს სურვილს. მე დავიჯერებ ყველა ჩემ იდიოტურ აზრს. მე მჭირდება პოლემიკა. ხო, ბერძნულად ეს დიალოგი მჭირდება მე. მე მჭირდება ოპონირება. რომ ვიღაცა მითხრას, რომ მოიცა. ოღონდ ესე იგი ტუტუცი ოპონირება კი არა, უბრალოდ რომ მეწინააღმდეგება. არა, მე მჭირდება რეალობის სახეში გალაწუნება. რომ საბოლოო ჯამში ჩავხედო რეალობას. და მე ამისთვის მჭირდება აზროვნება. მე რომ გამომიჭიროთ თქვენ მდგომარეობაში, როდესაც მე ვაზროვნებ, მე ამის ხმამაღლა ვლაპარაკობ ჩემ თავთან. იმიტომ რომ მე მჭირდება ეს რომ ვითომ ვიღაცას ველაპარაკები. სოკრატესი არ იყო სუფრაზე რომ მიდიოდა, ჩვენ მოვიდოდო და ვინ ჩვენოდა, აი მე და ისო ვისაც ველაპარაკებიო, ხო? და წარმოიდგინეთ რომ მე ამითი ვამბობ იმას, რომ მე მჭირდება განსხვავებული აზრი. მე მჭირდება განსხვავებული მუსიკა, მე მჭირდება მოგზაურობა, მე მჭირდება ხალხი, რომელიც არ მგავს მე. მე მჭირდება ხალხი, რომელიცაც ვეზიზღები. ვეზიზღები, იმიტომ რომ მე სხვანაირი ვარ. და მე გეტყვით რა მემართება, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მე მათ ეგრევე რა ქვია, დავეთანხმები რა. არა, მე ვიწყებ მათ გაგებას და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ ჩემს თვალში ისინი მტრები აღარ არიან. და როგორც კი ისინი დაინახავენ ჩემში მცდელობას, რომ მართლა გავიგო, ისინიც აღარ მემტრობიან. და პატივისცემაში გადამდის. და ბოლოში ორივეს გწხვენია, რომ სად ვიყავით აქამდე. და თურმე ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ მოდი ერთი წამით რა, სანამ ვესვრით ერთმანეთს, აბა ერთი წარმოვიდგინო, რომ რა ვიცი, იქნება 1975 წელს დავიბადე გაგრაში და ვარ აფხაზი. აი მე რას ვიფიქრებდი მე? აი მოვისროლო ჩემი თავი სხვის ტყავში. და უცებ ხედავ, რომ კიტოვანი შემოვიდა. რას ვიფიქრებდი მე? მომყვები ხო, გასაგებია ხო, იქ რუსებს თავის ინტერესი აქვს, იმას თავის ინტერესი აქვს, აქ აგენტურაში, გავიგეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მე რას ვიზავდი? როგორც ვიღაცა თინეიჯერი ბიჭი. და თუ ამბობთ, რომ მე იმას ვიზავდი, რომ იარაღს ავიღებ და მაშინ გამიგია. და თუ გამიგია, მაშინ გამოვდეთ, რომ მოდი ახლა ვიპოვო ის, რაც არის საერთო. იქნება სინდისი გვესმის ერთნაირად ჩვენ და აფხაზებს. მაშინ მოგვიჭედია ხელი რაღაცა ერთ მოსაჭრე ადამიანობა თუ ერთნაირად გვესმის, მაშინ მე უკვე აღარც პოლიტიკა მაინტერესებს და აღარც რელიგია, ხო? იმიტომ რომ ადამიანობა მაინტერესებს ერთმანეთს. ცრემლი ერთნაირად მოგდის კაი ფილმზე? всё, მაშინ გასაგებია ყველაფერი. და ეს უნდა ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ ამისთვის. მე მესმის რომ ამაში ფული არ კეთდება. მე მესმის რომ ამითი შეიძლება თავიდან პირიქით დაძაბვა ჯობია, უფრო გაყიდვადი იქნება. იმიტომ რომ სეირის ყურება უფრო ის არის, ხო? მეტი ფული კეთდება, მაგრამ ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ამაზე. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამაში დასახარჯია.
ფულიც და დროც და ენერგიას და პირიქით თაობები უნდა გავზარდოთ. იმაში რომ არ აქვს მნიშვნელობა დღეს შენ ვის თული მტრად. შენ უნდა თქვა რომ შენ იმისთვის კი არ დაიბადე რომ საქართველო იყოს ისა რა ქვია ყველაზე მაგარი ქვეყანა მსოფლიოში. არა, შენ დაიბადე იმისთვის რომ მიხვდე ვინ ხარ, აი თვით შემეცნებისთვის, იცან თავი შენისთვის დაიბადე. ინდოელები რო სწორი აღმოჩნდნენ და შენ რო ხვალ რო დაიბადო რეინკარნაციით რო მოხვიდე და უცებ რო იყო ისა რა ქვია ჩეჩენი, მე რასად მედიხარ. და პირველ პირში რო ილაპარაკო როგორც ჩეჩენი. ან პირველ პირში ილაპარაკო როგორც ავიცი მე სომეხმა ან აზერბაიჯანმა ან ირანელმა ან რავი ნებისმიერ ზიმბაბველმა. მე რა მოგინდება რომ ზიმბაბვე იყოს ყველაზე დიდი ქვეყანა და ყველაზე წარმატებული, ხო ხტებით? ანუ მაშინ გამოდის რომ რაღაცა ისეთი საყოველთაო არის მოსაფიქრებელი, რომელიც ყველა ადამიანს დაეხმარება ამ თვით შემეცნებაში, იმიტომ რომ მე რა ტოპოლოგიასაც ვამბობ, არის ეგეთი რაღაცა, რომ თავარიც კი არა რომ მე მოვიგო შენ წააგო. თავარი არის ის, რომ მე გავიგო ვინა ვარ, შენ გაიგო ვინა ხარ და როდესაც ეს მოხდება, იქ უკვე გასაყოფი არაფერი არ გვექნება. ამიტომ თუ სადმე როდესმე რამე ლექცია წამიკითხია, ყველა ჩემი ლექცია ერთი ლექცია არის და ის არის შეიცან თავი შენის ლექცია არის. ამიტომაც ვამბობ, რომ მე არც რელიგიური ადამიანი ვარ, არც თლათ პირწმინდა მეცნიერი ვარ, ახლა რაღაცა ფიზიკა, ქიმიით რაღაცა ამოხსნა რაღაცები. არც ფსიქოლოგი არა ვარ. რომ მკითხო ვინ ახარ, არც ვიცი პასუხი, ფილოსოფოსიც არა ვარ. მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ნამდვილად თქვა არის ის, რომ თუ რამეს ვაკეთებ 24 საათი, ეს არის მცდელობა გავიგო ვინა ვარ და ვაკეთებ იმითი რომ ვცდილობ არ მოვიტყვილო. და მე მიმაჩნია რომ ეს არის გზა, ეს გარკვეულწილად გზა არის. ამას რა პროფესიას დააშენებ ზემოდან, სულ ერთია. თუ გინდა იყავი მხატვარი, რომელიც არ იტყუება, ინჟინერი, რომელიც არ იტყუება, პრარაბი იყავი, რომელიც არ იტყუება, მე მოვკვდე იმდენ იმას ნახავთ, რა ქვია, კაფელში კი რომელსაც არ იტყუება, ვერ ნახავ ეგეთს და ყველაზე ძვირი შეგიძლია იყო. მაგრამ აი უტყუარობა არის ამ შემთხვევაში გზა. ეს ნამდვილად შემიძლია რომ ხელი მოვაწერო. სადღაც 2021 წელი იყო, როცა თქვენგან გავიგე ეგ სიტყვები. ან შეიძლება 2020. რო სხვა არ არსებობს ისიც შენ ხარ და ეგ გადმოვიტ, როცა გავიაზრე ამ დიდი ხანი და მჭირდა, როცა გადმოვიტანე ეგ ჩემს ყოველდღიურობაში თითქოს ძალიან გამემარტივა ცხოვრება. მაგრამ ადამიანებს ხო ხასიათი ხშირად გვეცვლება. როცა კარგ ხასიათზე ვარ, თითქოს გვესმის კარგად საკუთარ თავს, მაგრამ როცა ცუდ ხასიათზე ვარ, თითქოს ნდობა გვეკარგება საკუთარ თავის მიმართ. როგორ განსაზღვროთ სწორი მე? ისიც რა არის, აი სწორედ იმ რითაც დავიწყე იმით დავამთავრებ, ჩემს დასაწყისში ვახსენე ეს დონალდ ჰოფმანი და ეს კაცი თავის ინტერვიუში ამბობს ეგეთ რაღაცას. აი მეც ტვინით ვხვდები რომ ასია. მაგრამ ეხლა იარაღი რო დამადო იმასთან და ესე სიკვდილის არ მეშინიავ, ხა მაღაზე იყო რა თან. მაგრამ ეხლა იარაღი რო დამადო შუბლზე ეხლა გავიქცევი, აბა რას ვიზავო რა? ნახეთ როგორ რაღაცაზე არის საუბარი. არის მომენტები, როდესაც მე ჩემი ტვინი ხვდება რაღაცას და ჩემი ტვინი უსწრებს გულს და საქციელსაც. და კრიტიკულ მდგომარეობაში რო ჩამაგდო, ან როგორც თქვენ თქვით რა ხასიათზე ვარ, იქიდან გამომდინარე ჩემი ქცევა შეიძლება სხვანაირი იყოს. მაგრამ ჩემი პასუხი არის, რომ ეგ ნორმალურია, ეგ ძალიანაც ნორმალური არის. ის დაღვინდება, იმას აცადეთ. ხვდებით, იმას თავისი დრო უნდა. ეგ დაახლოებით ისე გამოიყურება, ფლეიტაზე უკრავ და ვერ უკრავ და მე ჩემს ინდოელ ვინც მასწავლე და იმას ვეუბნები, რომ მე მგონი დებილი ვარ მეთქი რა, იმიტომ რომ ვერ ვაკეთებ მეთქი, რასაც შენ მიხსნე მეთქი და რამდენი ხანი შეეცადეო და მე ვთხარი, აი 4 დღეა მოვკვდი, მე ვთხარი ლოკდაუნში ვარ, ქუჩაში არ გავდივარ და მივასხტი მეთქი ამას. 21 days. ანუ მაგასო 21 დღე უნდაო. ხო და გამეცინა, იმიტომ რომ შემცხვა რა, იმიტომ რომ მე ვიყავი გოიმი რა, რომ აი მე მომინდა რომ 3 დღეში მიმეღწია როგორ სიმაღლეს იცი, რომ წადი რა შვილო რა გაიარე რა. და ამ კაცმა მითხრა მარტივად, მე ვთქვი 21 რატომ მეთქე? ბიჭო ჩაკრას და რაღაცა 7/4 და რაღაცა და ახლა ქვედა ჩაკრა უნდა ჯერ იმან გაიგოსო, მერე ზედამო, მერე ისა და მერე უკვე ეს უკვე მთელს ხელს გაივლისო რა. შენი ყოფავატირე გულში ფიქრობ, ახლა ამას მთელი ფილოსოფია ქონია ამის უკან. დაახლოებით იგივე პასუხი არის თქვენთანაც რა. რასაც თქვენ ამბობთ, აი ეს ფრაზა რომ there is no other, რომ სხვა არ არსებობს. ეგ ფრაზა როგორი რაღაც არის, რომ სამი ცხოვრების მერე თუ მიხვდები რა არის მაგით ნათქვამი. ესე იგი ის სამი ცხოვრება მაგრა ეფექტურად გიცხოვრია. და ეხლა შვაში, ამ სამი ცხოვრების შვაში ეხლა უცებ დაგავიწყდეს ეგ ამბავი და უცებ ამოვარდე. ეგ არის აი perfectly okay როგორც იტყვიან რა. ამიტომ
პირიქით მე ის მიყვის რომ თქვენთან რახან ეს სიტყვები რეზონირდა, ესე იგი გარკვეული სიმწიფე უკვე ამაში არის და ეგ სიმწიფე თავისას გაიტანს, მე გეტყვით სხვანაირად. რახან თქვენ ერთხელ მაინც მოიწამლეთ თვით შემეცნებით, ან როგორც მამარდაშვილი იტყოდა ფილოსოფიით, თქვენ всё უკვე ვირუსს ინფიცირებული ხართ, აწი თქვენ არაფერი აღარ გეშველებათ, აწი თქვენ ესე იგი მოგიწევთ ერთადერთი რომ 60-მდე მიხვიდეთ, სხვა გზა არ გაქვთ, წრეებს დაარტყავთ იქ რაღაცა შეგეშლებათ, რაღაცა, მაგრამ ბოლოში მოგიწევთ რომ გაღმერთდეთ. რატო? იმიტომ რომ თავიდანვე ჩადებულია რომ ღმერთი ხართ. მორჩა ეხლა მაგას ეხლა თუ ამ ესე იგი თუ დაასწრაფებთ ეხლა მაგ პროცესს, თორე განწირული ხართ, მოგიწევთ გახრთობა. კაი ხართ.